სალამი ძმაო. გამარჯობა, როგორ ახართ? კარგად შენ? რამაში სუფლის წყალობით. გაიხარე. კამერა რო ჩაგვირთო თუ შეიძლება. ჩავრთავები რა ისევ. როგორ ბრძანდები თაზო? სუფლის წყალობით. ცოცხალი. თაზო, მოკლედ მოდი რამდენიმე საკითხი განვიხილოთ მე და შენ. ხო? წერა ხო გითხარი დებას არ ვაპირებ მეთქი რაღაც. აბა რას აპირებ? მე შენთან რესპექტირი როდის მერე დავკარგე იცი? არა, კი განმაინტერესებს. დაინტერესებს. ვიდებატოთ. თუ გინდა დებატი. დებატისთვის არ ჩავთვალე. კითხო რა დაგისვა შეიძლება? ხო, მაგრამ ხო გინდოდა დებატი და რატო არ გინდა? არ გინდოდა? კითხო რა არა, ჩემთან რომ ამოსულიყავი მინდოდა. რა მნიშვნელობა აქვს სად ვიდებატებთ? ჩემთვის ქონდა მნიშვნელობა. აი თუ მეტყვი რა მნიშვნელობა ქონდა, მოგისმენ. თუ ამოხვალ ჩემთან ვიდებატებთ გაწყობს? და ამოსული ხარ და ბარემ შეგვიძლია განვიხილოთ. აი მომისმინე. ვიდებატო? კითხო რა დაგისვა შეიძლება? ანუ უბრალოდ კითხვები უნდა დამისვა და მე გიპასუხაოსო? არა, უყურე კითხვა მაქვს, იმიტომ რომ მაინტერესებს მართლა. იმიტომ რომ პასუხი არ მომისმენია. იმიტომ რომ არ დამისვამს ისეთი ადამიანისთვის არ დამისვამს, ვინც იცის. აი, კი ბატონო. შენ ხო რომ ერთხელ ხსნილი, მარადიულად ხსნილი. დიახ. ხო და მაინტერესებს რა იცი რომ არ აღმოჩნდები რომ არ იყავი ხსნილი თავიდან. ანუ კონკრეტულად მე მეკითხები ჩემზე? უყურე ნებისმიერისთვის რა. ეხა ხო ვიცით, ანუ მართლმადიდებლობას ამოსულებს. რომ ახლა ვიცით რომ გვაქვს საუკუნო სიცოცხლე. ხო. ბიბლიაში წერია. ახლა გვაქვს და მე არ გვაქვს. ახლა რო გვაქვს, მაგაში რო გეთანხმება მართლმადიდებლობა. ძალიან მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლები. ხო, მაგრამ ნახე, ეგ მინდა რომ კარგად აგიხსნა ეგ საკითხი. ანუ როცა არა, მეთანხმები თუ არა, ჯერ მაინტერესებს, კაცო მე. არა, ანუ არგუმენტი ეგ არის რომ არ მეთანხმები მაგაზე და გეტყვი რატო, ნახე, როცა იოანე წერს მე გითხარი სადმე მართლმადიდებელი რო ვარ საერთოდ. არა, თვითონ ეგ ინსტიტუცია რომელიც ახსენე, ეგ არ ეთანხმება და გეტყვი რატო, ნახე, როცა იოანე წერს რომ ღვთისძის მორწმუნეებმა იცოდეთ რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, პროპოზიციაში საუკუნო არის ქვემდებარე და სიცოცხლე არის სუბიექტი. ანუ რანაირი სიცოცხლე აქვს ამას? ნორმალური სიტყვებით ელაპარაკი გიხოცებ. აი, უფრო მარტივად, ნუ მარტივის იცი რატო, იმიტომ რომ მე აი, ამაზე მარტივად ვეღარ აღი. ნახე, არა სუბიექტი და ისინი არ ასეთ. ნახე, შეხედე, აი მე რო გითხრა, თაზო, მე შენ მოგცემ შავ ბურთს. ანუ ქვემდებარე ნიშნავს როგორი ბურთია და შავ ბურთი არის შავ. არ მინდეს ქვემდებარე და რაღაცეები, პირდაპირ მითხარი. პირველ კლასში ხო, რომ რაღაცა 1-2 სიტყვა. ხო და უყურე კლასში ვარ მაგითო გეუნები. აი, ნახე, შეხედე, არ მარტივად შენ სიტყვას ვიტყვი მარტივად. ეგ ნიშნავს რომ მარადიულად იცოდეთ რომ გადარჩენილი ხარ. ნახე დაუკვირდი. არა არის ეგრე. აგიხსნი რაღაცას. არა, იქ ცოტა სხვანაირი. შეხედე? სიცოცხლის ბუნებას აღნიშნავს სიტყვა საუკუნო. ანუ როგორი სიცოცხლე გაქვს, ამას აღნიშნავს სიტყვა საუკუნო. ანუ საუკუნო სიცოცხლე გაქვს ნიშნავს რომ სულ გაქვს. ანუ არასდროს არ დაიკარგება. მიხვდი რა გეუბნები ამ წინააღმდეგობაში? ხო, გასაგებია. ხო და უყურე, ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს თვითონ რა? ხო არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად, აი, კონდა იქ პოზიცია, ერთხელ ხსნილი ვარ და მარადიულად ხსნილი ვარო და მერე გადაუყვე, მაგალითად მუსლიმი გახდა სიტყვაზე, ან მართლმადიდებელი, ხო, სიტყვაზე. ხო. რა იცი რომ შენც იგივე არ დაგემართება? ანუ პირველი იოანე 2:19-ში წერია ესეთი სიტყვები, რომ ჩვენგან ვინც განდგა, არც იყვნენ ჩვენიანები, იმიტომ რომ ჩვენიანები არა ეგ ვიცი. ხო, ასე რომ ზუსტად ეგაა შეკითხვა. რა იცი რომ ეგ არ ხარ ახლა? მე თვითონ ხო, ანუ საიდან ვიცი? უყურე ნებისმიერ ვისაც ეგრე სწამს. სიმშვიდე ხომ გქონდეს ქრისტეში. კი ბატონო, კი. ნახე, მაგას აღიხსნი, ნახე, ანუ ის წმენა კი არ არის გადამჩენელი, მხოლოდ რომ ხსნა არ იკარგება, ეს წმენა კი არ გადაარჩენს ადამიანს. ადამიანს გადაარჩენს ეს წმენა, რომ ქრისტე მიტვირთა მისი ყველა ცოდვა. ანუ თუ ეს წმენა აქვს ადამიანს, ის გადარჩენას ხსნას ვერ დაკარგავს. და ანუ ნახე წმენა რა არის, ვაფშე წმენის დეფინიცია ჩემი აზრით პავლე მოციქულისეულად არის, რომ იესო შეგიყვან სასუფეველში. ანუ ეს წმენა თუ ადამიანს არ აქვს, წმენა საერთოდ არ აქვს, ასე ვთქვათ რა. და შენ იცი რომ გადარჩენილი ხარ თუ არა? კი, ვიტყოდი რომ კი. ანუ რა კარგია. ანუ ვიცი რომ გადარჩენილი. ხო, უყურე. მე ყოველ შემთხვევაში არ ვამბობ იმას რომ არ ვიცი. ანუ მე იმის იმედი მაქვს რომ ეხლა რომ მოგვდე, ანუ უფლის მოწყალებაზე ვამბობ რა, ზოგადად ის იმედი მაქვს რომ გადავრჩები,
რომ მოკვდები, უფლის მოწყალების, უფლის მადლის იმედი მაქვს, ხო? ხო, მაგრამ იმედი კი იცი რომ გაქვს გადარჩენა. ანუ ცოდნას რას ვეძახით, გააჩნია. ანუ რო იცი რაღაც რო ეგ. მე უფალს მივენდობი და შესაბამისად მაგ ამას ვეძახი იმის. ეხა უყურე რა. გავიგე, მაგრამ ნახე უკეთ პასუხი მაინც ვერ გავიგე, კარგად რა, რო ვიცოდე ზუსტად რა. აი მაგალითად მე ვიცი რომ ლაივში ჩართული ხარ. აი ანალოგ შენ იცი რომ გააქვს საუკუნო სიცოცხლე, ანუ გადარჩენა რომ გააქვს თუ არ იცი ზუსტად. ანუ კი, ეხლა ვიცი. ვიცი რომ ანუ ეხლა რომ მაგ საუკუნო სიცოცხლე ვიცი, მაგრამ უყურე. ჩემი კითხვა სხვა რაღაცაში მდგომარეობდა ოდნავ. აბა. ანუ შენ როგორც გჯერა მაგალითად და შენ ეხლა იტყვი ბიბლიური პოზიცია რა თქმა უნდა. ვინც გადაუხვია გზას. გადაუხვია ბრჭყალებში, იმიტომ რომ არც ყოფილა გზაზე, ხო? აჰა. არიან ეგეთი ადამიანები, ხო ასეა? უამრავი, ხო? რა თქმა უნდა. კი ბატონო, თახტებით მაგაში არიან ეგეთი ადამიანები, ვინც არც კი ყოფილა რეალურად, მაგრამ ჩემი კითხვა მაგაში მდგომარეობს, რომ რა იცი, რომ შენც იგივე არ გემართება ახლა. მე პირადად ჩემზე მეკითხა. არა მარტო შენ, ანუ ნებისმიერ ეგეთ ადამიანს გულისხმობ. თუნდაც მე შენ სხვა ადამიანზე, ანუ საიდან ხვდები, რომ გადარჩენილი წვენა აქვს? არა ვიცი, მივხვდი, რასაც მეკითხები, პროსტა ანუ ხო ცოტა ისეთი კითხვა. ანუ საიდან ვიცი, რომ ვიღაცა როგორი კითხვა, ცუდი კითხვაა? არა მესმის გავიგე, ანუ მაგის ცოდნა ეხა კონკრეტულად ვინმე სხვაზე ვიცოდე, მე ჩემ თავზე შემიძლია მეკითხა და მაგიტო გეუბნები. ანუ ჩემ თავზე იქედან ვიცი, რომ როცა ხედავ ესეთ რაღაცას წერილში, რომ რწმენა არის მამის მიცემული. და მამისნება ის არის, რომ ძესთან ვინც მიიყვანა, არც ერთი დაღუპოს და ძესთან მივედი ჭეშმარიტი რწმენით, ანუ მამამ რაც მომცადა. ჭეშმარიტი რწმენა რა არის? კიდევ ერთხელ, რომ აღთქმულს ღმერთი შეგვისრულებს. აღთქმული რა არის? სასუფეველი. აღთქმული მიწა ძველი აღთქმის წიგნში როგორც იყო, აღთქმული მიწა იყო, სადაც შეიყვანა ღმერთმა ებრაელები ანალოგიურად მორწმუნებს რომ შეიყვანს იმ სასუფეველში, რაც საბოლოო აღთქმული მიწა, მაგის წამს და შესაბამისად მაქვს ისეთი რწმენა, რომელიც არის გადამჩენილი რწმენა. ეხლა კითხვაზე პასუხი მაინც არ ვიცი. ჩემ თავზე შემიძლია შეიძლება გამესი პრინციპში, მაგრამ ვერ მივიღე პასუხი პირადად. სხვაზე ვერ გეტყვი, ანუ სხვაზე ძნელია თქმა, ანუ სხვები ვიცი იცი რატო კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვაზე მე მაგალითად, ხო? ხო. მე მაგალითად ეხა მწამს რომ ეხა მაგხსნა, ხო, საუკუნო სიცოცხლე მაგ, ხო? ეხა რას ნიშნავს? ანუ ახლა ქრისტესთან ერთად დავდივარ, ხო? ქრისტე ჩემს სულიწმიდა ჩემში არის და ამით სოცხლობ, ხო? ხო მწამს ამის. ანუ ამ მაგალითისთვის კონკრეტულ მომენტზე მაქვს საუბარი, რომ მომავალზე გადავიდე მე. აი მომავალია მან თავარი და მაგიტო. ხო და მაგას გეუბნები, ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი ეხლა. ეხა ვიცი და გადავდივართ მომავალზე. მომავალში ვიცი თუ არა. აი მაგ მომავალზე მაქვს ზუსტად კითხვა. რა ვიცი, რომ არ ვარ რეალურად ჩემი თავის მიერ მოტყუებული, იმიტომ რომ მე შეიძლება შევსწრე, ხო? რო გადარჩენილი ვარ. ანუ რა ვიცი, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რეალურად თავიდანვე გადარჩენილი არ იყო და ისე. ჩემი აზრით, შენ გადარჩენილი არ ხარ. მაგრამ ერთმანეთს გეტყვი, საიდან ვიცით მომავალზე მორწმუნემ, ხო? აი რომელთა მერვე თავი 38 გამსაჯემეთ კი ხო არ მithქვამს კაცო რა გინდა. არა, რომელთა მერვე თავი. არა, რადგან მაკითხვას მაგიტო, ანუ მეჭველი კაცი ვერაფერს ვერ მიიღებს ღმერთის. რომელთა მერვე თავი ჩაწერე და 38 39 მოხდება მაკედანს. რომელთა როა მერვე თავი. ხო, მერე 38 39 რადგანაც მწამს რომ ერთ სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმო, ვერც მომავალი. ვერც მომავალი. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ხო, კაროჩე მომავალი ყოფილა ქნილება და შე საინტერესო ონტოლოგია სხვათა შორის მე მაგაზე. ხო, დროხო ქნილი რაღაცა არის. მომავალი ქნილებაა და ვერც მომავალი, ანუ რწმენა ვაფშე ეგ არის რათაზო. რწმენის დეფინიცია რა, ანუ იესო რო ღმერთი ეგ რწმენა არ არის. ანუ ეგ ვერავის ვერ გადაარჩენს. რწმენა არის რომ იცოდე რომ ღმერთი შეგიყვანს სასუფეველში. ვერც მომავალი რო ვერ განგაშორებს ღმერთს, ნუ წარსულს არ ამბობს ეხა წარსული რო ვერ განგაშორებს, გასაგებია უკვე. ცხადია ისედო. კი ბატონო, გასაგებია. საინტერესო. უყურე პასუხი მომეწონა შენგან, მაგრამ ეს მაინც მიჩნდება ეს ფიქრი უყურე რატო? იმიტომ რომ რა ვიცი რომ მაინც
მაინც მე სიტყვაზე. თუნდაც შეიძლება ნებისმიერი სხვა. რა ვიცი რომ ის არა ვარ, ვინც რეალურად არ ირწმუნა. უყურე, ამის სიტყვაზე, აი ხა რას წავიგითხე, ამის მწამს დავუშვით. წამს. ასე კი ბატონო, ვერაფერი ვერ დამაშორებს. მაგის შეიძლება ხო, აი უყურე, შეიძლება ერთხელ დავდგე და არა, ესე არ ყოფილა მეთქი და გადავიხო ამას. ხო, ნახე როგორი თემა. კი, რეალურად არ წამყვეს. ხო და ზუსტად მაგას გეკითხები, რა ვიცი რომ ეგრე არ მემართება. ხო, ანუ კიდევ ერთხელ რა, ანუ მან როგორი ორი წამი. ანუ აქ ქუქთო და რაღაცებს რო წერენ დებატი არ არის, კითხვას უსვამ ადამიანს და. ნახე კიდევ ერთხელ მესმის, ანუ ასე თუ ისე გავიგე, ანუ რაშიც არის საქმე და აქამდეც მომისმენია ეს კითხვა. ნახე როგორი რაღაცა ანუ ეს რწმენა რომ არ დაიღუპები არასდროს, აი ესო რო ეკითხება ლაზარეს დას რომ ჩემი მორწმუნე არ დაიღუპება და წამს ეს ამით მისი რწმენა რომ შეამოწმა, ბჭყალებს შეამოწმა, ეხა უფალს არაფერი შემოწმება არ ჭირდება, მაგრამ რო დაამოწმა და ის რო ეუბნება მე წამს რომ შენი მორწმუნე არ დაიღუპება, ეს არის რწმენა. ნახე ამის რეალურად ვისაც ჯერა, ის არის გადარჩენილი. და ვისაც რეალურად არ ჯერა და ინტელექტუალურად თქვა ან რაღაცა, ის რა თქმა უნდა საბოლოოდ აცდება მაგ იმას და ანუ ესე შეგვიძლია ვიმსჯელო. ხო, უყურე, აქ რომელთა მერვე თავის მიხედვით. აი მერვე თავი რო წავიკითხოთ ხა უყურე, ჩვენ ვიცით რომ ღვთის მოყვარეთ, რომელიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი. ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. ხო წერია აქ? კი ბატონო. რადგან ისინი ვით წინასწარ სნო წინასწარვე აერჩია თავისი ძის ხატების მსგავსებად. ხატის მსგავსებად. რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო რომელიც წინასწარ აერჩია, იგივენი იხმო, გაამართლა და რომელიც გაამართლა, იგივენი განადგურა. ასე. ამ კონკრეტული მუხლების მიხედვით. რომელი ხდება ჯერ? არჩევა ხდება თუ ჯერ ცნობა? წაიკითხე თავიდან ერთხელაც იმიტომ რომ უყურე ორ წამი კიდევ ერთხელ გვითხრი რომ რამე რა ხალხო განვიხილა აქ რაღაც ზარდებადო. ჩვენ ვიცით რომ ღვთის მოყვარეთ, რომელიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. ხო. რადგან ისინი ვინც წინასწარ სნო, წინასწარვე აერჩია თავის ძის ხატების მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. ცნობა, არჩევა და იგივენი იხმო, მე იგივენი განადიდა და რაღაცები, ხო? ანუ კი ბატონო. ცნობა. ეს მაფიქრებს რაზე იცი? ანუ შენ რომელ პოზიციას იღებ, უფრო კალვინისტურ პოზიციას მიყვები თუ სხვანაირი შეხედულება? ხო, ანუ კალვინისტური პოზიციას იმას აკითხა არ ვიცი. თუ გინდა გეტყვი მე მაგ მუხლებზე რას ვიქნა. ანუ მაშინ კითხვას დაგისვამ კიდე. შენ გწამს რომ უფალმა ამოირჩია წინასწარ ვინც გადარჩებოდა და დანარჩენები მიატოვა? ანუ ყველას მისცა შანსი. გეტყვი, მაგაზე გეტყვი უცებ მოკლედ. ორი წამი კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, გამოჭერას არ ვცდილობ აქ. მაგას ვეცდებოდი ჩემ ლაივში, აქ არ ვცდილობ მაგას. კი ბატონო, კი ბატონო, აი ეგეც არ არის პრობლემა გამოჭერას რომ ვცდილობ. ნახე, ცნობა რატო არის, მაგრამ მნიშვნელოვანი სიტყვა ჩემი აზრით, კულმინაცია მაგ მუხლის, იმიტომ რომ იესო ურწმუნო ადამიანებს ეუბნება, რომ არასოდეს გიცნობდით. ანუ ის კი არა რომ ოდესმე გიცნობთ, არამედ არასოდეს მიცნი ხარ. ეხლა რას ნიშნავს? ანუ ეგ სიტყვები ხო, ანუ ღმერთი ბოროტების შემეცნებელი არ არის, ანუ ეს რას ნიშნავს ბოროტების შემეცნებელი არ არის, ანუ ჭეშმარიტი იდენტობები არსებობს მარტო ქრისტეში, ლოგოსში. ანუ ლოგოსის მიღმა არსებული ყველა იდენტობა არის ტყუილი, ილუზია, ილუზიის მამა არის ეშმაკი, სიცრუის მამა და იმ საბოლოოდ იმ სიცრუიდან ვერ გამოსვლა არის ჩემი აზრით ჯოჯოხეთი. ასე რომ ხო, ანუ ყველა ვინც ქრისტეში ლოგოსში, საბოლოოდ ანუ სამყაროში ყველა მორწმუნე ვინც ვლინდება ლოგოსში აქამდე უკვე იყო. ამ პრინციპს აჩვენებს ეს. რაზე მელაპარაკებს სხვა რაღაცა. გადარჩენის შესაძლებლობა ყველასთვის იყო, მაგრამ ადამიანი რომელშიც რწმენა შევა საბოლოოდ ის არის ლოგოსში საბოლოოდ დამკვიდრებული. იმიტომ რომ ამაში ვთანხმდებით, ანუ ესე იგი ყველას მიეცა გადარჩენის შანსი ეზრით. იმიტომ რომ ბევრის პოზიცია არის ესეთი, რომ კონკრეტულად მისი მორწმუნეებისთვის მოხდა. არა, ყველასთვის ყდება, რა თქმა უნდა, პირდაპირ წერია წერილში ღმერთს უნდა ყველა გადარჩეს. კი ბატონო. ანუ ესე იგი ყველასთვის მოხდა, კი ბატონო. ხო, ანუ ასევე ამ მუხლიდან გამომდინარე ეთანხმები, რომ ჯერ იცნო, ანუ იცოდა ვინ აერჩევდა და ეგრე ხდება ეს განდიდება და გამართლება. ნუ მან სიტყვა იცნო არის მისი შემეცნება, ანუ ლოგოსებში ხო არის თვითონ ლოგოსები, ანუ სიტყვაში სიტყვები. ანუ სიტყვა ხო არის იესო ქრისტე. სიტყვაში არის სიტყვები, ანუ ადამიანები, რომლებსაც გააჩნია ჭეშმარიტი იდენტობები, ანუ შვილები. ანუ ერთი ძე ყავს მამას, მაგრამ ძეში ყავს ძეები.
ანუ ძეები არის, ვისაც ღმერთი, ანუ როგორც სამებაში მარადიული შემეცნება, ისე იცნობს. ანუ ემინენტურად სანამ შექმნიდა მანქამდე მარადიულად, იმიტომ რომ სანამ დაიბადებოდა იერემიას იცნობდა პირდაპირ წერია და შემდეგ უკვე ისა რა ქვია, ამის გამოხატულება ხდება თმილ სამყაროში. ასე რომ ხო, ნუ იქ ანუ შეცნობა მაინც იმ გაგებით, ანუ შეცნობა იმ გაგებით არ განიხილება, რომ იცნო ვინ აირჩევდა და ვინ არა? არა, ვინ აირჩევდა და ვინ არა იცნო, არა იქ წერია, რომ ჩვენ არ აგვირჩევია, მან აგვირჩია. მაგრამ ანუ ღმერთზემა არა, ანუ ეს ღმერთზე გულისხმობ, რომ ღმერთმა წინას, ანუ ჩვენ სხვა აგვირჩია ღმერთი. თუ მარტო ღმერთმა აგვირჩია. არა, მან აგვირჩია. ჩვენ კი არ აგვირჩევთ ღმერთს. ანუ ესე წერია ბიბლიაში, რომ ჩვენ კი არ აგვირჩევია, მან აგვირჩია. ანუ ნახე თაზო როგორი თემა მან ვერ აირჩია. ეგ ეწინააღმდეგება ნებას. არა, ნებას რა ნებას კონკრეტულად თავისუფალ. უყურე მაგალითად, უყურე მე ადრე ესეთი პოზიცია მქონდა რა, რომ ღმერთი ირჩევს სრულიად და უყურე მე საერთოდ თავისუფალნების ასე თუ ისე არ მწამდა. ანუ ადამიანი კი არ ირჩევს არანაირი სახით, არამედ ღმერთი ირჩევს და ამოარჩია და გადაარჩინა. ეს მწამდა მე, ჩაული. ხო, გმესმის. შენ წამს ესე თუ ასევე როდესაც ღმერთმა ამოირჩია ადამიანს ირჩევს ღმერთს. ანუ თავისუფალ ნებას ესე არ უყურებ, როგორც კლასიკურად ძირითადად უყურებ, იმიტომ რომ ეგ გაგება თავისუფალნების არასწორია და მე გეტყვი თუ გინდა რატო არის არასწორი, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში არა, რატო არა, რა პოზიცია გაქვს იქ მაინტერესებს. კი, გეტყვი, ნახე შეხედე, ის პოზიცია მაქვს, რომ ადამიანს არ აქვს თავისუფალება, ადამიანს აქვს თავისუფლება, ანუ თავისუფლება ღმერთია. ანუ ან აქ მონური ნებები, ანუ ყველა ნება, რაც არის ღმერთის გარეთ არის მონური და არა თავისუფალი. შეიძლება ვიღაცას თავისუფალი ეგონოს, აი რამე ცუდი რომ მოგინდება და იფიქრო რომ თავისუფალი ნებით მომინდა და არა და მონური ნება. და თავისუფლება არის უკვე ანუ სრული თავისუფლება არის, ეს არის თავად ღმერთში როსახარ. ეხლა ნახე, მანდ არგუმენტი რა არის. რამე რომ ნებავს ადამიანს, პავლე ამბობს, რომ ჩემში სიკეთის გაკეთების ნებას, ანუ ღმერთი აღძრავს. ანუ ეს ნება არ არის რაღაცა ღმერთის მიღმა აბსტრაქტულად არსებული, რასაც ადამიანი თვითონ იშოს, არამედ თავად ღმერთის თანამოქმედება. ეხლა ნახე როგორი თემა, ანუ ის რომ სრულიად ადამიანზე არაფერი არ არის, ამ შემთხვევაში ხსნაზე, ამას არ მომობ, მაგრამ არ არის არც საქმე, არა, ხსნა ხო ადამიანზე არ არის დამოკიდებული. არამედ ანუ მისი ყოფიერების ფორმა ამ შემთხვევაში განსაზღვრავს რატომ აი ადამიანზე ხსნა თვითონ ხო სრულად ღმერთზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა. ამაში მედაში ანუ შენ არ ვიცი შენ რაღაც როგორ ფიქრობ, მაგრამ მედაში ამაში ვთანხმდები. შენ ადამიანი ხსნას ვერ მოიპოვებ, შანსი ამის ნული არის. ეგ არის პელაგიანი. რატო გიწერია ხოლმე გადარჩევა საქმით? ხო, უყურე იმაში ხო ვთანხმდებით, რომ რწმენა უნდა იყოს მოქმედი სიყვარულით. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია და ღმერთი არის ვინც ამოქმედებს ამ რწმენას. არსის ენერგიების განსხვავებაზე არ გადავალ, უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ სიყვარულით მოქმედი აუცილებელია. არსი და ენერგიების განსხვავება არის ერესი, რეალური განსხვავება. არ ვსაუბრობ, ამ წელს ხო გითხარ, არ გადავიდეთ მაგაზე, იმიტომ რომ ჩემი შეხედულებით შენი პოზიცია ერესი, მაგრამ არ ვსაუბრობ. აი, მაშინ მოდი ვიმსჯელოთ. ხო, უყურე, ხალხო. ნეო, შენს გეუბნები, განვიხილავ და აი ნეო, ეს რაღაც მოხდომები რო გაგერ, წაბლატავების არ გინდა. არა, კაი, არ გინდა, ნუ გინდა. აი, ოკეი, კაი. არ არის პრობლემა, კაი. ხო და მოიცა რა ზულაპარაკობდი? ხო, ისა ღმერთისგან არის და სიყვარულით უნდა იყოს მოქმედი მეთქი. როდესაც აი უყურე, აი წაგიკითხა მოიცა, უზან დავსერჩო უცებ. რიცამი, აი ეგ არის. შეგიძლია შენ დასერჩო, რომ რამე თუ არ მენდობი? მენა რომელიც მოქმედებს სიყვარულით მაგას ერჩაო? ხო, what we believe a man not to be simply justified through faith alone, but through faith. ანუ ეს ბიბლიიდან არ გითხულობ რა. ორთოდოქსული პოზიცია არის. But through faith which works through love. That is to say, through faith and works. ამ გაგებით, ამ სიტყვებს ეთანხმები თუ არა? ამ გაგებით. ანუ ეგ ნიშნავსო ბოლოსაც აიკითხე, ანუ რწმენი და საქმითო? არა. არა, ორიზამი. მაშინ უყურე ეგ სიტყვები რომ უაშოროთ. ჩვენ ვჯერა რომ კაცი არ გამართლება მხოლოდ რწმენით, არამედ რწმენით, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. ამას ეთანხმები? რა თქმა უნდა და გეტყვი რატო? აი, იმიტომ რომ ორიზამი, ეხა რა გააკეთებ, ვერ მიხვდი? გამოჭრა კი არ ვცდილობ. არა, გავიდი, მომისმინე და მიხვდი. როგორ სემანტიკას ეძახი, ხო თუ როგორ? არა, მიხვდები. ხარა, ნახე ძალიან მარტივად. რწმენა მოქმედებს სიყვარულით ნიშნავს წინადადებაში ესეთ რაღაცას. სიყვარული ღმერთია. რწმენა, ისა რა ქვია, სიყვარულით მოქმედებს ნიშნავს, რომ რწმენა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს, ამას ნიშნავს. რა თქმა უნდა, სხვა რწმენით ვერ გადარჩება. სიყვარული ხო ღმერთია, მაგაში ხო მეთანხმები? ანუ იონე წესს. ხო, სიყვარული ღმერთია.
კარგი, ანუ რწმენა რომელიც სიყვარულით მაგრამ სიყვარული ხო მოქმედებაა. სიყვარული მოქმედება არა ღმერთია. ან მოიცა 2-3 რო გავიგო უბრალოდ მართლა რო გავიგო მაგისთვის გეკითხები. ხო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შენ ხო კათოლიკურ პოზიციას იღებ ამასთან დაკავშირებით. აი თომა აკვინელის იმას. ანუ ისა საფრთხო სიმარტივეზე? ხო. ანუ ამის მიხედვით ხო, ამის ზუსტად არ ვიცი და მაგით ვკითხულობ. ღმერთი მოქმედებად არ ითვლება, ანუ ენერგიის განსხვავებაზე კი არ ვამბობ. თვითონ როგორც ღმერთი მოქმედება მაშინ სიყვარულს რომ მოქმედება გამოდის. ნახე აკვინელის მიხედვით არის წმინდა აქტუალობა. ანუ ხო და მოქმედება როგორც სუფთა აქტუალობა რო არის ღმერთი, მაგას ვეთანხმები, მაგრამ აკვინელის პოზიცია არ არის ჩემი პოზიცია, ანუ საფრთხო სიმარტივეზე ზუსტად იგივე არ არის. მაგრამ ნახე ერთიანი და მოქმედება მაგას არ ეთანხმები? ნახე რაღაცას აღიხსნია ბიბლიიდან. კაი, ანუ აი უფრო მარტივად რო გაიგო. აი კორინთელები თუ შეიძლება წაიგდო პირველი კორინთელთა მე-13 თავი რო გახსნა, მეც გავხსნით უკვე. პირველი კორინთელთა რომელი? მე-13. ისა სიყვარული თუ არა მაგ არა ვარო, თუ რომ ხო, ნახე შეხედე, მან წერია ეს მე წაგიკითხა მოიცა. ხო. ნახე, მან წერია ესეთი რაღაც, ანუ რატო ვერ დამყავს მოქმედებაზე სიყვარული, ეგ მინდა რომ აღიხსნა. ნახე, კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ მეტყველებდეს სიყვარული თუ არ მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოშგიალ. კაცთა და ანგელოზთა ენებზე მეტყველება არის მოქმედება. წინასწარმეტყველების მადლის რომელი მუხლი არის? პირველივე, ანუ სულ თავიდან ვიწყე. ხო. ნახე, მეორე მუხლი არის წინასწარმეტყველების მადლის რომ მქონდეს და ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა რომ თების დაზროც კი შემეძლო სიყვარული თუ არ მაქვს არაფერი ვარ. ანუ თების დაძროა წინასწარმეტყველები, ესენი ყველაფერი არის მოქმედებები. მთელი ჩემი ქონება რომ გავიყო გლახაკთათვის, ნახე რა მაგარი საქმეა, ამაზე მაგარი რა ვიცი. და დასაწავად მივცე ჩემი სხეული სიყვარული თუ არ მაქვს არას მარგია. და მე სიყვარულს ახსენე. ეხლა შეხედე, აი ეს ბოლო მუხლი, აი ჩემი მთელი ქონება რო გავცე, ჩემი ეს არის უდიდესი სათნოება, ხო? ეხლა მაგაში დამეთანხმები, რომ მთელ ქონებას რო გასცემ და შენ სხეულს რო დასაწოვად მისცემ, ხო? ანუ არას მარგია თუ სიყვარული არ მაქვს. ანუ შესაძლებელია თურმე. მთელი შენი ქონება გასცე და მთელი შენი სხეული დასაწოვად მისცე მოქმედებაში, მაგრამ სიყვარული არ გქონდეს. მაგიტოა, რომ ანუ ეგ არსის და ენერგიის დისტინქციის ისა დოქტრინა ბიბლიას ეწინააღმდეგება. ანუ სიყვარული თვითონ ღმერთია. რა არის ღმერთი, რო იკითხო სიყვარულია. და შენ ამ ხოლმე არზე ვერაფერს ვერ იტყვითო და არზე თუ ვერაფერს ვერ იტყვი, ღმერთზე ვერაფერს ვერ იტყვი. იმიტომ რომ ვიცი რა არის, მე მაგაზე ნათლად თქვი ბევრჯერ, რომ ჩემი პოზიცია, აი რატომაც ვეთანხმები არს და ენერგიას. არ არის ის, რომ სრულიად ვეთანხმები რა, როგორ გითხრა, სრულიად მიმღებლობა მაქვს მაგ პოზიციაზე. არამედ ამ ორ პოზიციას შორის ჩემთვის უფრო ლოგიკური ეგ არის. ანუ ნახე შეხედე, მე რო გაჩვენო, შენთვის ალბათ ლოგიკური. აი მორეთან ბიბლიაში არის. ანუ შენ სავარაუდოდ მეთანხმები რომ ენერგია აქვს, ღმერთს უბრალოდ განსხვავებული არ არის არსისგან? ხო, ანუ ნახე აგიხსნი მაგას, ნახე. იმიტომ რომ სიტყვა ენერგია გამოყენებული არის ბიბლიაში. კი, რა თქმა უნდა. ნახე, შენ სავარაუდოდ მაგ პოზიციას იმიტომ ეთანხმები, რომ ნუ კონკრეტული ინსტიტუცია მაგას მიყვება, მაგრამ მე რო გაჩვენო, რომ თვითონ პალამას მოწაფეები, აი რო ჩაგიგდო, რომ თვითონ პალამას მოწაფეები არ ეთანხმებოდნენ პალამას, რაც თქვა მაგაში, თვითონ. ლუკა არ ვამბობ რომ მართლმადიდებელი ვარ, რომ წეღანას გიხარ. გავიდი, მაგრამ პოზიცია, ანუ ის პოზიცია არსის და ენერგიის განსხვავების, აი ბალაამზე ვინც ანათემა დაწერა, თვითონ ეგ აი პალამის მიხედვით, ბალაამს რო ანათემა დაუწერა, თვითონ ეგ არ ეთანხმებოდა პალამას, რომ არს და ენერგიებს შორის რეალური განსხვავება არ არსებობსო, თვითონ თქვა. და პალამას თეოლოგია ეს არის, რომ რეალური განსხვავება არსებობს და რეალური განსხვავება გტოვეს აგნოსტიკებად. ანუ ვერაზოს ვერ გავიგებთ ღმერთის არს, ანუ სულ მოკლებულები ვართ. ნიშნავს ეს არის ჩემთვის სასწაულკვეთილება პირდაპირ, ანუ მაშინ ხო ხდები ეს არის. აუ არ მინდოდა გადასვლა, მაგრამ ენერგიების თუ ღმერთი არის. ხო. მაშინ რატო გტოვებს სასწაულკვეთილება? ნახე დაუკვირდი, ენერგიები თუ ღმერთია, აი მაგალითად მე და შენ გვჟერა სამების, ხო? ანუ ჩვენ ვაღიარებთ ღმერთი სამი პიროვნებაა, მამაზე და სულიწმინდა. და ვამბობთ რომ ღმერთი ერთია. აი ღმერთი ერთი რო არის, მე და შენ რო ვამბობთ, რას ვითვლით კლასიკური დათვლის მეთოდით? მე და შენ ვითვლით არს. ანუ ერთი არის არსი, პიროვნებები სამი. პიროვნების დათვალოთ საქმე და სამს ვიძახით. ეხლა შეხედეთ სამობა და ერთარსობა რო არის. ეგ არგუმენტი მახსოვს, მუსლიმი ეკითხებოდა იმას რა ქვია, ისა ჯეიდაიერს მე მგონი და მაგრამ შეხედე, ანუ ენერგიებზე მაინტერესებს. ენერგიების თუ ღმერთია, ეხლა კლასიკური დათვლის მეთოდი დააკვირდი, რამდენი ენერგია ითვლება? არსი ღმერთი, ენერგიები ღმერთი, გამოდის მრავალი. გამოდის. ორზე მეტი გამოდის იდეაში, იმიტომ რომ ენერგიები მრავალი. რამდენი ენერგიას არის? ენერგიებზე რავი ზოგი იტყვის რომ უსასრულოც არის, მაგრამ
უყურე ზუსტად მაგით ვამბობ მაგდენს არ სულაპარაკო. იმიტომ რომ მაგას ვერ ვიტყვი. ანუ არსზე ხო არ ვამბობთ არაფერს, ხო? და ენერგიებზე, ანუ რაზეც ლაპარაკი შემიძლია ხო ენერგიები, აი არსებობა და ასე შემდეგ ეს სიყვარული რაღაცები, ამას არსებობა ენერგია გონია? არსებობას ენერგია ეწოდება. ნახე რა მაინტერესებს. ანუ წეგარო თქვი რომ არსზე შენი აზრით ვერაფერს ვერ სოფლებში გადასვლა არ მინდოდა. იმან ნახე რას გეკითხები, ანუ ამ მაგაზე მინდა დაფიქრდე, პროსტად შენთვის იფიქრე. არსზე შენი აზრით ვერაფერს ვერ ამბობ, ხო ღმერთის არსზე? რა არის ვერ იცახ ანუ ხო? რა არ არის მაგი ითქმება როგორც ვიცი. რა ხო და ნახე ეგ მაინტერესებს. რა არის თუ ვერ ამბობ, რა არ არის მაგას როგორ ვამბობ? ხო, ყურე მაგაზე ვიფიქრია ძალიან დიდი ხანი სხვადასხვის მომდის ხოლმე თავში. უყურე სიტყვაზე თუ ვამბობთ რომ ბოროტი არ არის არსი, ხო? რაღა დარჩა, სიკეთე დარჩა, ხო? რატო ხა ბოროტი არ არის ჭიქა, მაგრამ სიკეთე არ დარჩა. ხო და მაშინ მეთქე რაღაც სხვა პასუხი ყოფილა, მაგრამ უყურე ხო და ნახე მანდ არის თემა რაღაცაზე, როცა მე გეუბნები რას მივიღე მე გეუბნები მე რას ნახე პრობლემა რა არის, ნახე რაღაცაზე ხო რაღაცაზე როცა არაფერი არ იცი, რა არის იმასაც ვერ იტყვი ზუსტად. იმიტომ რომ არ იცი არაფერი იმაზე, რაზეც მსჯელობ, ეს არის და ეს. ხო და უყურე მე რას გეუბნები, მე რას მივიღე არის რომ ხო ამობთ რომ ბოროტი არ არის სიტყვაზე, ხო? ამას ამობს მართლმადიდება რომ უფლის არსი ბოროტი არ არის. ზოგადად დარჩა მეორე მხარე რომ კეთილია, მაგრამ არ ითქმება რომ კეთილიო, იმიტომ რომ ჩვენ ამ სიკეთის გაგებას აღემატებაო. ეს არის რაც ვერ ამბობ რომ კეთილია, ხო? ანუ წარმოიდგინე, ანუ უყურე აღემატებაო. ამის ეს არის სათქმელი ზოგადად მართლმადიდებლობის მიხედვით. ამ ჩვენი სიკეთის გაგების. ანუ სიკეთის, ნახე სიკეთის. მე სხვა პრობლემა მაქვს მაგასთან. მე მაგ პრობლემა მაგასთან. რაც ვერ გავიგე ეს არის რომ თუ ენერგია სიკეთე არის, მაგრამ სიკეთე ენერგია არის სიტყვაზე ხო ღმერთის მიერ გამოვლენილი, მაშინ ანუ არსობრივად თვითონ როგორც ასე სუბსტანცია არსი უფრო დიდი არის, ხო არასწორი გამოვიდოდა. ეს არასწორი გამოვიდოდა და მე მეცაც გეტყვი. მართალია, ეხლა შეხედე დაჟე არსებობაზე ვინც იცახის რომ ენერგიაა. ანუ არსებობაზე მაღლა რა არის? იმიტომ რომ რატო გეკითხები მაგას, იცი რომ ეგ ბიბლიაში ჩანს რომ რო ეკითხებიან ღმერთსა, მოსე რო სახელს ეკითხებ, მე ვარო, ანუ ეგ ნიშნავს მე ვარ, ანუ ღმერთს ყველაზე მეტი ლინგვისტურად არის. მე ვარ ვინც ვარო. ანუ არსებობა და არსი არის მაშინ შესაბამისი და არსებობა თუ ღმერთის არსი არ არის და არსებობის გარდა კიდე სხვა რაღაცა. იმ ლოგიკით რომ სიბოროტე არ არის და სიკეთე რჩება, არ არსებობა ხრჩება. და მაგიტო რომ ვიღაც ამოვიდა იმ დროს ლაივში და ღმერთი რაღაც გაგები და არსებობს და არ არსებობს, ანუ ხო ხტები, ანუ მივდივართ. ხო, უყურე ეგ პრობლემა მაქვს კონკრეტულად მაგ განსხვავებასა, მაგრამ ამის მიუხედავად მეორე პოზიცია უფრო ულოგიკო მგონია მაინც, აი რა მაგალითად. შენ ხო, ჯერ რომ მითხრე შენ რომელ პოზიციაზე იყო, აი როგორც აქვინელი ღმერთის დიდება და მადლი ქმნილიაო თუ უხნელი გონია შენ? არა, აქვინელის პოზიციაზე არ ვარ მანდ, ანუ მე შენ ადრე უფლის მადლი და დიდება? ნახე არა ღმერთის დიდება არის უქნელი, მაგრამ შეხედე მე ვიღებ კლასიკურ იმას რა ქვია, საღვთო სიმარტივეს, რომ ღმერთზე მაგრამ მითხრა, მადლი და დიდება ქნილია თუ უქნელი? რო ვიცოდე. ღმერთის მადლი და დიდება არის უქნელი. უქნელი, ხო, კი ბატონო, ეს ნახე შეხედე, ნახე რატო გეუბნები. კათოლიკების პოზიცია არ გაქვს. არა, კათოლიკების პოზიცია არ მაქვს. საღვთო სიმარტივეში ვეთანხმები კათოლიკებს. იდეაში საღვთო სიმარტივეში მართლმადიდებლების თანხმდებიან, უბრალოდ ეგ ენერგიები უბრალოდ საღვთო სიმარტივეს კარგავს. იძახიან საღვთო სიმარტივე, მაგრამ აღარ არის. მაგრამ ნახე ისი თქმა მინდა რატო გეუბნები. მნიშვნელოვანი დეტალი და ყველა თეოლოგია, ადრეული ყველა საეკლესიო მოზღვრები, კაბადოკიელი მამებიც კი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ღმერთი არის მარტივი. ანუ მარტივში რა იგულისხმება, პრიმიტიულობა კი არა, არამედ აუცილებლად რო არა დაყოფილი, ხო? შედგენილი არ არის და რატო არის აუცილებელი რომ შედგენილი არ იყოს ეს ადრე ესმოდათ და დღეს ახლა შედარებით აღარ ესმის ადამიანს. ანუ რაც შედგენილია ყოველთვის დამოკიდებული არის ნაწილებზე. აი წყალი არის დამოკიდებული წყალბადის ორ ატომზე და ჟანგბადის ერთ ჰ2-ო, ხო? ანუ ერთ ატომზე ჟანგბადის. ღმერთი რადგან დამოუკიდებელია, ანუ პირე რო არ დაკნინდეს ღმერთის არსი, ამისთვის აუცილებელია რომ ყველაფერი ღმერთზე რაც ითქმება, თვითონ იყოს იდენტური მასთან. შესაბამისი, მაგალითად, არ შეიძლება ღმერთის სამართლიანობა და სიყვარულს ჰქონდეს რეალური განსხვავება, უნდა ჰქონდეს კონცეპტუალური. და აი კონცეპტუალური განსხვავება კონცეპტუალური რას ნიშნავს მაგ შემთხვევაში? ანუ ნახე, კონცეპტუალური განსხვავება რას ნიშნავს? არსებობს ნამდვილი განსხვავებები, ანუ წიგნი და ჭიქა ერთმანეთისგან რეალურად განსხვავდება. არსებობს მოდალური განსხვავება, სიმრგვალე და ვაშლი ერთმანეთისგან მოდალურად განსხვავდება, მაგრამ არსებობს კონცეპტუალური განსხვავებები, ღმერთი და ყოვლისშემძლე ერთი და იგივე რაღაცაა. კონცეპტია სხვაობა. ღმერთი კონცეპტი რა არის? კონცეპტი რა არის? შინაარსი, ანუ შინაარსობრივად გონება. ხო, აი ყურე ეგ პრობლემა მაქვს მე, აი მაგ მეორე პოზიციასა. ანუ ყურე დააკვირდი
სიტყვა მუსლიმებთანაც იგივე პრობლემა მაქვს და მუსლიმს არ გაუწია არასდროს პასუხი ყოველ შემთხვევაში. მუსლიმები ამას არ მიყვებიან. მაგათაც ეალფის ხო? არა, უყურე გეტყვი. მაგალითად უფლის არსი და უფლის სიყვარული ერთი და იგივე რაღაცა არის და უფლის სამართლიანობა. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. ერთი და იგივეა. მაშინ რატო ამოთ რომ ცალკე უყურე გამოცალკევებულად რატო ამოთ უფლის სიყვარული და უფლის სამართლიანობა და ასე აი, ზუსტად მაგას გეუბნები, იმიტომ რომ გონება, რომელიც არსზე მსჯელობს, არის შეზღუდული, ამიტომ უწევს აპოფატური მსჯელობა, დაყოფა უწევს. უნდა დაყოს ნაწილებად. იმიტომ რომ ერთიანად ვერ გამოხატავს არსს, იმიტომ რომ ქმნელია და რაზეც მსჯელობს უქმნელი. ანუ ეგ პრობლემაა, მაგიტო ყოფს. დაჟე მაგას სამყაროში საკეთებ. ნახე, ენერგიაზე რო სამსჯელობ. რატო ყოფენ კინეტიკურ ენერგიას, ატომურ ენერგიას, განსხვავებული ენერგიებია? ერთი ენერგიაა ის. ანუ ეგ ხო რატო ქმნელ რაღაცას ხო არ εδრება ეგ, მაგრამ ორი წამი რომ ცედრება. ანუ ქმნილსაც ორი წამი, ანუ უყურე, ორი წამი არ გადავიდეთ, არ მინდა რომ გადავიდეთ, უყურე რა მაინტერესებს. სამართლიანობა უფლის და სიყვარული და მადლი, ხო? აი ეს ერთი და იგივე რაღაცა, მაშინ რატო აღნიშნავ სხვადასხვა სიტყვებით? კიდევ ერთხელ გამოვლინებაა თუ როგორ არის? არა, აგიხსნი. ანუ იმიტომ რომ გონება, რომელსაც უწევს მსჯელობა, არის ფინიტური, ანუ შეზღუდული. ამიტომ როცა არსზე მსჯელობს, ანუ სრულყოფილ არსზე ღმერთზე უწევს დაყოფა, ანუ ერთიანად ვერ იმსჯელებს. აი როგორც სიტყვებით ერთიანად ვერ გადმომცემ ღმერთს, ანუ ანალოგიურად გონებას უჭირს ერთიანად აღიქოს, ამიტომ ყოფს დროში ადამიანი. აი როგორც ენერგიას იგივე თუ არის ყველაფერი, რასაც ვიღებთ, რატომ უნდა დავყოთ საერთოდ? აი მარტივი ანალოგია მომყავდა, ამიტომ ენერგიას რატო ყოფენ მეცნიერები? ატომური ენერგია და კინეტიკური ენერგია რატო არის განსხვავებული, როცა ერთი ენერგია ორივე? ფორმა, ანუ მაგას ამბობენ, რომ აი ეს ამ ფორმა, მაგრამ ენერგია, რომელზეც მსჯელობენ, არის ერთი. განსხვავებული რაღაც არის? არაფერი განსხვავებული არ არის, გარდა გამიმისა რა ხუია, მსჯელობაში ყოფ და ანუ ასე მაშინ რატო უნდა დაყო? მაშინ რატო უნდა დაყო? იმიტომ რომ ერთიანად ვერ. აი ხა უყურე. ამორიცხული. აი რა 2 20-თეთრიანი მაქვს. 2 20-თეთრიანი. რა განსხვავებაა ამ ორ შორის? ანუ ის განსხვავებაა, რომ ორი სხვადასხვა ფიზიკური საგანი. ამ ორ შორის რა განსხვავებაა? ვერ ვხედავ იმას, იგეთეს. ეს არის 5 თეთრიანი. ხო, ის ღირებულებით აღემატება ერთი მეორეს. არა, კაი, მოდი, უბრალოდ ჩათვალე რომ განსხვავებული რაღაცეებია უბრალოდ. კარგი, სხვა რამე დაიჭირე მაშინ ხელში რა. ბიჭო, როგორ კაი, ხო, მაისე ორი წამი. რა მაგარ. მაისე ორი წამი? აჰა. განსხვავებული რაღაცები. ხო, კი ბატონო, ორი განსხვავებულია. ესეთი განსხვავებული რაღაცები ხო არ არის სიყვარული და სამართლიანობა, როგორც მეუბნები. ხო არა? ერთი და იგივე არის. მაშინ რატო უნდა თქვათ, რომ განსხვავებული რაღაცები? ანუ თაზო, აი ნახე რა მაინტერესებს, აი ანუ განსხვავებული რაღაც რატო უნდა დავარ? ნახე მინდა რომ კარგად აგიხსნა ეგ საკითხი. აი ხო, აი ყურე ხუთთეთრიანი გაჩვენო და ეს სამართლიანობა, ეს სიყვარულია და იგივე რაღაცა. ეხლა ნახე რაღაცას აგიხსნა. ნახე მაგალითს მოგიყვან, ეხლა მარტივ მაგალითს ჩემი ამაზე მიხვდები. აი ღმერთმა რო გადაარჩინა X პიროვნება. ანუ აი ვიღაც კონკრეტული მაგალითად პავლე მოციქული. ღმერთმა პავლე მოციქული გადაარჩინა, ეს სამართლიანობა არის თუ არა? სამართლიანობას რას ვეძახით უფლის? ასაც არ უნდა ანუ უყურე, არა ადამიანი, უყურე სიყვარული არის, მადლი არის, მაგალითად ვეძახით და სამართლიანობაში რას გულისხმობთ? ანუ იმსახურებდა თუ არა, იმსახურებდას არ გეკითხები, ანუ სამართლიანი აქტი არის თუ არა ღმერთის? სამართლიანი არის თუ არა, ანუ ღმერთის შესაბამისი? არა, უბრალოდ ღმერთი როგორც უნდა მოიქცე ის, მაგას გულისხმობ? არა, სამართლიანი თუ არის პავლე მოციქულის გადარჩენა, ობიექტური გაგებით. განმიმარტე სამართლიანობა ღმერთის მაგას გეუბნები. რატო განგიმარტო? გეკითხები. გამიხსენი რა არის სამართლიანობა ღმერთიზე გაგცემ პასუხს. სამართლიანობა ხო ისე რასაც ნიშნავს სიტყვა. ანუ აი ობიექტური გაგებით რა. ანუ რასაც იმსახურებ? არა, რასაც იმსახურებ არა, სამართლიან. აი ნახე შენი გაგება რა არის სამართლიანობის. აი ეგ წარმოიდგინე ახლა, შენი გაგებით მიყევი და მითხარი სამართლიანი არის თუ არა ის, რომ ღმერთმა გადაარჩინა პავლე მოციქული პირობითად. დაუშვათ პავლე. კი არის ხო სამართლიანი? კარგი, მაგრამ ეხლა აქ ჩდება კითხვა. პავლე სყავს ხალხი დახოცილი პირობითად. პირობითად რა ვიცით ეს ზუსტად რომ ქრისტიანებს კლავდა სტეფანე, ისა პავლეს იმით რა ქვია, იმით მოკლეს ზედამხედველობის. ანუ როგორ არის სამართლიანი იმ ადამიანის ცხონება, აი ვინმე მკითხვა რო დაგისვას, რომელმაც უამრავი ადამიანი დახოცა, ხო?
ამაზე პასუხი არის ესეთი, რომ ღმერთის სამართლიანობა არ არსებობს ღმერთის სიყვარულის გარეშე. იმიტომ რომ ღმერთის სამართლიანობა სიყვარულის გარეშე თუ განვიხილავთ, ხო მოგისმენი ესეთი რაღაც, ღმერთი სამართლიანი არ არის, რო თქვა ერთმა ადამიანმა, სამართლიანი არ არის. და პავლე მოციქულმა თქვა, ღმერთში უსამართლობა არისო არამც და არამც. ვინც სიტყვი არ შეიძლება იმის თქვა ღმერთში ანუ სამართლიანი. ამიტომ მაგდოს მეც თქვი ეგ ვეუბნებოდი ხალხს რომ მეთქი ეგრე არ არის მეთქი რაღაც. კი ბატონო, ამიტომ რო ჩაწვეთ ღმერთის სამართლიანობას ვერ ჩაწვეთ ღმერთის სიყვარულის გარეშე და რატო ვერ ჩაწვეთ? ვიცი, ერთი და იგივეა. ანუ მართლა უბრალოდ ყოფს ჩვენი შეზღუდული. მაინც ვერ იმავშები. გონება შეზღუდულია დაზო, შეზღუდული. ხო და გონება შეზღუდული მაგაში გეთახა ზუსტად მაგას გეუბნები, მაგრამ უყურე რატო უყურე სამართლიანობის გარეშე სიყვარულს, ანუ აი ხუთეთრიანის გარეშე ხუთეთრიანს ვერ ჩაწვდები? ხო, მაგრამ შეხედე, სიყვარულის გარეშე რო წარმოვიდგინეთ სამართლიანობა, მე და შენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ უსამართლოდ გადაარჩინა ღმერთმა პავლე. არა და პავლე ამბობს, რომ უსამართლობა ღმერთში არ არსებობს. ანუ ამბობს სადგითხარ რომ უსამართლოდ გადაარჩინა. არა, იმ დასკვნამდე მივალთ. აი, განვიხილოთ ახლა სიყვარულს შენ არა, 2 წამი უყურე 2 წამი. ნუ უხვევ, ყოველ წამს უხვევ, მომისმენი 2 წამი. არა, ვერ იგებს. კაი, ვერ ვიგებ, ხო, მე გითხარი, ვერ გავიგებთ. ეგ პრობლემა მაქვს მეთქი ამ პოზიციასთან. იმ პოზიციასთან გითხარი რა პრობლემა ხონდა. ანუ უყურე სანამ საკითხს გადავალ ორ რაღაცას გეტყვი. ეს დამცინავი ტონი გაქვს შენს და შენ მე ვაფშე ხა რაღაც უნდა მეთქვა. მე რაღაც უნდა მეთქვა, მე ხა შენ 2 წამი რაღაც უნდა მეთქვა შენ. ეს არ დამასრულებინი ნე. მე გეტყვი და დაას გააკეთე. ეს დამცინავი ტონი პრობლემში, იმიტომ რომ მე აქ სადებატოდ არ ამოსვლა. მე ერთ სიტყვას გეტყვი, ერთი სიტყვა უნდა მეთქვა შენ. გამოვედი. მარტო ერთ სიტყვას. მე მეორე. ერთი ხო როდესაც ელაპარაკები ადამიანს ქრისტეზე, უფალი იესო ქრისტეზე, როგორ გადააგარჩენს და ასე შემდეგ, ამ დროს ნაკლები ცინიზმია საჭირო. დავიგე, ერთი რაღაც უნდა მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ. მე ვაპირებდი იმის თქმას, ეხა პროსა სანამ დაიწყებდი ამის ლაპარაკს, მე თავში მოვიდა, უნდა მეთქვა, რომ მიყვარხარ თქო. კაი, ლუკა, მე რაღაცას გეტყვი მაშინ. შენს მიყვარხარ. უყურე. შენს მიუხედავად იმისა, რომ ამენი განსხვავება ქონდა, ისა რაღაცების გითქვამს ჩემზე, ეგეს მითხრეს, მე ვთქვი, არა უშავს მეთქი, მე ლუკა თქვენზე მეტად მიყვარს მეთქი. ყველას ვეუბნები, ყოველდღიში ვეუბნები თითქმის ხალხს. ლუკა, მე თქვენზე მეტად მიყვარს მეთქი. ეგე? ეს სიყვარული ჯერ ვერ გავიგე, საბოლოოდ რაში გამოიხატება ჩემი, მაგრამ ვეუბნები მაინც. შეიძლება უბრალოდ გზნობები არის, მაგრამ ვეუბნები მიყვარს მეთქი, ლუკა თქვენზე მეტად მეთქი ძმაო. გაიჩარი. მაგრამ მე შენზე ვარ ძალიან ნაწყენი. ძმაო, ლუკა. აი მაგ შენი რაღაცა საუბრების გამო და გამოხტომების გამო. ძალიან არასწორი იყო ეგ რა. მაგრამ უბრალოდ არ მინდოდა ეხლა საუბარი. ყენ არ შეიძლება გულში მეგირჩი. მიუტევე და მოვეტევე. არა, კი ბატონო, მაგრამ არ არის სწორი შენ ხო ისე. იცი რატო აღარ მინდოდა დებატი შენთან? და ეხლა რატო არ გედებატები ასე გამოცხადე, ვიცი? ეს ზუსტად მაგ მიზეზის გამო, რომ შენგან გულწრფელი აზრი ვერ დავინახე. ეხლა ერთადერთი რასაც ვამბობ რამეში არა გულწრფელი ვარ, ერთ რამეში მაინც მეტყვი რომ არა. არა, ჩემთან საუბარში ეხლა ვერც ახლა ვხედავ გულწრფელობას. რა, სად ვერ ხედავ? აი ერთი ჩემი არა გულწრფელობა მანახე მიდი, მო. ანუ ესე რას გულისხმობ, განახო როგორ განახო? რომელ აზრში, რომელ განცხადებაში ვიყავი არა გულწრფელი. აი უყურე, ანუ ახსნაში ნებისმიერ შეიძლება აუხსნა. ამის სხვა რაღაცას გულისხმობ. მე გულიდან გულისხმობ. ანუ შენ როგორც ილაპარაკე, მანახის. ხვდი? მე არ უყურებ ხოლმე, მაგრამ მანახის როგორც ილაპარაკე ჩემზე. ხო? მაგ ლაპარაკის მე ვერ დავიჯერებ, რომ შენ გულწრფელად. ნახე შეხედე, გეხვეწე, მიხა დაფიქრდი 2 წამი, განახე. მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს რა და ესამები რო დაიწყო. ერთი არ მომიკითხე, ერთი არ მომწერე, ვიდეოები ჩამიწერე. ნეო, ესე არ არის, ნეო, ეს რა გიკვირს რა გიკვირთ ვიდეოები რატო არ მოხვედი მე რატო არ მოხვედი შენ? ანუ უბრალოდ კაი ვიდეოები ჩაგიწერე გავიგე. კაი დავუშვეთ პირადში უნდა მომიწერა სიტყვაზე. რა ის თაზო ვინაო ეს რასაც ანუ ვერწამ თაზო არ უნდა მოგეწერა პირადში? არა, არ იყო ეგრე. შეიძლება კი, მაგრამ შეიძლება რა. ანუ ეხა წარმოიდგინე. მე მომეწერა. ანუ მე ხო უნდა მოგეწერა, ხო? ანუ მე და შენ რო წარმოიდგინე ერთმანეთს თან რაღაცა ისა კარგი ნასწრაფობა გვაქვს, ვიდეოს კი არ ჩაგიწერ რამე არასწორი რო თქვა. ანუ ბიჭო რა კარგი ნასწრაფობა ბიჭო მოდიხარ და ისა ხარო ჯუჯუხეთში მიდიხარ რომ მეუბნები, როგორც ყველა. როდის გეუბნები? როდის გითხარი? არ მეუბნები? მე ხო ამორწმენა და საქმეთა. თუ არ იწმენებ, ხო მაგას. შენ ხო მე ეხა ამ წამსაც ხო მეუბნები რომ ჯუჯუხეთში მიდივარ.
ეგრე იესო ეუბნებოდა თაზო ფარისევლებს, მაგრამ ხო არ ეზიზღებოდა ფარისევლები, სიყვარულს ზიზღერა შუაში, უყურე სხვა რაღაცაში ანუ ეგ ცუდი განზრახვით არ გეუბნები, ანუ გეუბნები რომ ირწმუნო, მოინანიო და გადარჩე. არ უნდა გითხრა? ორი წამი. არა, ეგ ორი წამი. ეგრე მე გეტყვი რომ მოინანიე და იწამე სახარება მეთქი. მე მას სხვა რაღაცაზე რა პრობლემაა? უყურე, შენ მეუბნები ჯოჯოხეთში მიდიხარო. მე უყურე რა განსხვავება, მე მაგას არავის არ ვიტყვი. იმიტომ რომ მე სულს არ განვში საწავო. ეგ არის უფლის გადასაწყვეტი და უფლის მოწყალებაზეა დამოკიდებული და არაჩვენე. ხაზო, ნახე მე კი არ განგში. ანუ იესო ამბობს, ვინც ირწმუნებს. იესო ამბობს, უყურე, აი იოანეს 76-ში პირდაპირ წერია. უყურე, აი წავიდეთ. ვინც ირწმუნებს, გადარჩება, ვინც არა და არა და მაგას გეუბნები. კაცი ზეს, ვინც ირწმუნებს, აქვს საუკუნის სიცოცხლე, ვისაც არა და არა, მაგას გეუბნები, ანუ მე რა მე კი არ ეგ არის ეგ ხო ზოგადი განცხადება და არა ვიღაცის პირადი განსაზღვრელი. ხო მეთახმები მოგეში? არა, შეხედე ისა, როცა იესო საუბრობდა კონკრეტულ ადამიანებს აფრთხილებს, რომ რადგან არ წამთ, მოხვდებიან ჯოჯოხეთში. მე წარმოიდგინე ხა შენ რომ მიდიოდე მანქანით სადღაც და რომ ვიცოდე რომ გზის ბოლოში არის გადაიჩეხები. მე თუ მიყვარ ღმერთი უნდა გითხრა. და ღმერთი ხო იგივე არ ხართ? არა, არ ვარ ღმერთი. არა, არ ვარ რა თქმა უნდა. მაგას გეუბნები, უყურე, ეხო მეთანხმები რომ ღმერთმა ადამიანს მისცა საკუთარ. კონკრეტულად შენ და კონკრეტულად მე, აი უყურე, არა, სიტყვაზე ჩემი გადმოსახედიდან. პირადად შენ ან პირადად აი ვინმე, აი ნებისმიერ ვინც გვიყურებს ახლა გვისმენს, ხო? ვინ საწავო მაგას არ ვიტყვი. იმიტომ რომ ეს არის უფლის გადასაწყვეტი და მე მაგას არ ვიკარები. შენ არ გეუბნები. მე არ ვიცი. არა, სხვა რაღაც გეუბნები, თაზო. საქმოსნები ხარ და ვერავინ ვერ მოხდები ჯოჯოხეთში. ანუ ახლა თუ არის ირწმუნე. ამას გეუბნები. ნახე შეხედე თაზო, სხვა რაღაც გეუბნები. კი არ გეუბნები რომ დაიღუპე. მე გეუბნები თუ არის ირწმუნე, ანუ თუ არ შემოტრიალდი სახარებისკენ. ვერ გადარჩები ამას მე არ გეუბნები ეს იესოს სიტყვებია ხო თავად რომ ვინც არ ირწმუნებს ეს დაიღუპება რადგან ხედავ რომ ზე არ გწამს ისე ვინც არის რეალურად აქედან გამომდინარე ვაკეთებ ამ განცხადებას და ეს თუ არ გითხარი მაშინ არ მყარები ხარ და მაშინ არის თუ ეგ ზოგადი განცხადებაა შენგან შენთან მიმართებაშია ნებისმიერთან არა, უყურე, შენ ხო ხალხს ესაუბრები და არა კონკრეტულ პიროვნებას ზოგადად. ანუ უყურე, ჩვენი მიზანი ხო არა, რომ კონკრეტულ ერთ პიროვნებას ჩავაჯინდეთ და ჩვენი გავაქცევოთ სახარება. ზოგადი განცხადებაც არის, ხო? გადადესი, ეხა უყურე, ეხა დაგვირდი. ეს შენ რასაც აკეთებ, ეს ხო არ არის კონკრეტულ პიროვნებებზე მიმართული, არამედ ზოგადად ხალხზე. არის თუ არა ეს? ზოგადად. ესე იგი, შენ რო ამბობ, რომ საქმოსნები ხართო. შენ კოლექტიურად ამბობ და არა კონკრეტულად პიროვნებებზე? რა თქმა უნდა და გეტყვი რატო იესო რომ ფარისევლებს ეუბნება ვაი თქვენ და მწიგნობარო და ფარისეულო მაგათ კი არ ეუბნება მარტო არამედ ყველა საუკუნეში ვინც კი მწიგნობარი და ფარისეველი იქნება ყველას ეხება აი მე რომ საქმოსნებზე ვამბობ თან ეხა მე ბევრს არ ვსაუბრობ ხო იცი სხვა ადამიანებზე ზირთადად ჩემი ლაივი მაგაზე არ ცდება მაგრამ ზოგადად ანუ მათი პოზიცია რომ დამღუპველია ანუ ამას აღნიშნავ ამ შემთხვევაში რა თორე კონკრეტულად ჩენზე ეხა მე საერთოდ მე დარწმუნებული ვარ რომ ირწმუნებ ანუ ჭეშმარიტ წმენაში დადგები ანუ მაგაში არ არის საქმე მაგრამ ეგ უნდა გითხრა რომ მოინანიო და ირწმუნო თუ პატივს მიყვარ ხარ და რამე ის გამაჩნია ასე ვთქვათ ზრუნავ და ის რა ქვია დარდი უყურე როგორ რაღაცა შენ საქმოსანს რაც ეძახი მე ჯერ კიდე არ ვიცი უყურე მე შენგან წერა რას ნაწყინი რაზეც ვიყავი გითხარი წერან მაგრამ კიდე თავარი რაც არის აი უნდა ერთ წამი ორი წამი გაჩერდი ეხლა ნაწყინი რაზეც ყველაზე მეტად ის რა არის ღვთისმშობელზე რა თქვი ღვთისმშობელზე თქვი თუ არა რომ ცოდვილიო ანუ ერთი წამი, ორი წამი გეტყვი, მაგაზე გახსნა პასუხი. ყველა ადამიანს ცოდვა ქონდა ის არაკნინებს, ისა რა ქვია, მარიამს პირიქით. ადამიანის ცოდვაზე გახსოვარი? ანუ კაი ჯერ ის მითხარ რასაც მეუბნებოდი და მე გადავიდე კონკრეტულად. მაგაზე შენი ფიქრი, ანუ აქ ლაივში არ მინდა მაგას ბევრი გავაგრძელო. ანუ ადამიანს 9 ვიდეოს რო ჩაუწერ, ნეო მართალი არ არის და პირადში არ მოიკითხავ კაც ერთი თქმა. ჩემზე ამბო? ხო, შენ ანუ 9 ვიდეოს რო ჩამიწერ და პირადში ერთს არ მომიკითხავ და რაღაცა ვიდეოებს წერო, რაღაცა ისა რა ქვია, ნეო და ის, რა თქმა უნდა, ანუ მანდ ბუნებრივია, რომ შესაბამისად მეც არ შეგეხმიან, ანუ მაგაში გასაკვირი არა, აქეთ არ უნდა იყო ნაწყენი ჩემი აზრით. მაგრამ ამაზე ლაივში ამაზე საუბარი არ არის საჭირო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეხლა რაც შეეხება მარიამზე, შეხედე? მარიამს რაც შეეხება ის რომ ვინმე იყო უცოდველი სრულიად პიროვნულად ეს წერილს ეწინააღმდეგება და ერთ რაღაცას აღიხსნა. ნახე, პიროვნებაზე ზედმეტი პატივის განკუთვნება, მაგ პიროვნებას აკნინებს. ვიღაცა შეიძლება ეგ ეგონოს რომ პატივის მიგება, მაგრამ აკნინებს. ორი წამი, ნუ მაგხელაზე ნუ მიდიხარ. ჩემ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი. უყურე? და იმ თემაზე პირადად დაგელაპარაკები. ღვთისმშობელზე დაგელაპარაკები ხა. ადამიანის ცოდვას გულისხმობ ახლა? ადამიანის ცოდვაზე გასაუბარი ყველა ცოდვილიო?
ადამიანის ცოდვაში რას გულისხმობ მითხარი და უყურე მე გეტყვი რას ადამიანის ცოდვაში არ გულისხმობ რომ ადამიანი ცოდვილი იბადება მაგალითად მე მომბრო ადამიანი დაცემული იბადება ანუ მე მაგალითად მივფიქრო რომ პატარა ბავშვი უცოდველია მაგრამ მას მაინც სამუნერო წესს რო ცოდვაში ვიშვა ცოდვაში ჩავისახევ ხო მაგრამ ეგ მართლმადიდებლურად ხო იცი გაიგება როგორც დაცემულობებში ხო იცი რომ ეგრე გაიგება ახლა დაცემულობა ცოდვა მეტი რა არის რომ ხო უყურე მაგას გეუბნები რომ დაცემულობა განიხილება როგორც ჭრილობა ცოდვის მიერ მიყენებული ხო და რა მნიშვნელობა მეც ეგრე ხო უყურე ხო და მაგას ცოდვას არ ვეძახით ან მეც ცოდვა ქვია და რას ეძახია აი რა უნდა დაცემულობას უყურე აი დაცემულობა არის ცოდვა ხო და უყურე ამიტომაც წამს რომ უყურე ჩვენ არის მიშ გესმის ეხლა კი ხო რა ხან გესმის ახლა? ის რა ხან გწამს რომ ბავში პიროვნულად უცოდველი იბადება, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ხსნა არ სჭირდება, იმიტომ რომ დაჭრილი არის, ასე ვთქვათ, ანუ ჭრილობები აქვს მის სულს და განკურნება ჭირდება მაინც. ანუ ცოდვილი იბადება, ხო? ცოდვას ისედაც ეგრე უყურებ, ხო? არ ვიძახით. ვიღაც ირეკავს რაღაც. აბა რას იძახით? ანუ უცოდველი თუ იბადება, რა უნდა გადარჩენა ამიხსენით, ვინმე რა ვიცი. უცოდვას გადარჩენა არ ჭირდება. არის მის შენი ხოლმე ისეთ გაუჭედე. მომაყარეს ესე იგი ხოლმე გესმის ახლა? კი, ახლა ის. ხო და რას ვამბობ? ამიტომაც პიროვნულ რახან ცოდვილი არიბადება იმას არ ნიშნავს რომ ხსნა არ ჭირდება მეთქი მაგას გიხსნა. აბა რა შეჭირდება ხსნა თუ ცოდველია სულიერ? განკურნება ჭირდება სულს. ისედაც ცოდვას ავადმყოფობას განვიხილავთ. ანუ ავად არის აგერ. ავადმყოფობა. ცოდვილია მაშინ. არ ვიზახით ცოდვას მაგას. რატო ვიხარ რაღაც არის და თან არ არის. პიროვნულ უყურე ცოდვა განიხილება მართლმადიდებლობაში უყურე მე გეუბნები მართლმადიდებლურ პოზიციას. მართლმადიდებლობაში განიხილება როგორც მოქმედება უფლის წინააღმდეგ. ანუ რაც გაშორებს უფალს, ასე ვთქვი. ნახე რა მაინტერესებს. ანუ როცა იძახი თავში წერია რაღაც მსგავსი როგორც. ნახე შეხედე ისა თაზო ჩვენ თუ ვაღიარებთ რომ ცოდვა არის დაცემა და ავადმყოფობა, მაშინ ვაღიარებთ რომ ყველა იბადება ცოდვილი, იმიტომ რომ ყველა ავადაა, როცა იცემა. და მაგაზე თუ იტყვი რომ ცოდვილი არ არის და იტყვი უცოდველია, მაშინ ეწინააღმდეგები შენ თავს მაგ შემთხვევაში. ცოდვილია, რასაც არ უნდა. მაგრამ ხო და ზუსტად მაგას ვეძახით დაცემულობას და არა ცოდვილობას. რატო არის და ცოდვილობას, როცა ცოდვილობის დეფინიცია, აი ეგ. იმიტომ რომ ცოდვას ვეძახით მოქმედებას. რასაც კარგი, მაშინ იესო რომ ამბობს, ვინც ხალხს დოვი შეხედა უკვე იმ რუშა, ეგ რომ მოქმედება არ არის? მოქმედება არის. უყურე შეიძლება გულში ჩაიდინო მოქმედება. ანუ უყურე შენ სულს ხო რაღაც როგორ გითხრა რაღაც იმაში აყენებს აი ხო გაშორებს უფალს აი რაღაც ფიქრები არის კონკრეტული რასაც თუ გაყვები უფალს გაშორებს ხო არის ესე? კი ბატონო ხო ესე იგი მოქმედება ესეც მოქმედებაში მაგრამ ნახე რა მაინტერესებს აი იესო რამოს ეს ფიზიკური მოქმედება არ არის აუცილებლად თქვენიცით არა კაცკლა ფიზიკურს არ გეუბნები თქვენიცით არა კაცკლა მე გეუბნები ვის თავის მას განუვისხდა უკვე მკვლელობის ტოპას ცოტა ჩაიდა ეს მკვლელობა მოქმედებაში ამას იძახი მკვლელობა მოქმედებაში მკვლელობა ეხა კი ანუ მკვლელობა მოქმედებაშია ეგ რაზე ამბობ აი ვინც მას განუვისხდა უკვე კაცი მოკლა უკვე მკვლელობის ტოპას ცოტა ჩაიდა განრისხებაში რა იგულისხმება ემოცია იესო რასაც ამბობს ვინც თავის მას განუვისხდა ანუ რისხვა ჩაიდო მოქმედება ხო ჩაიდინა მოქმედება ხო გააკეთა ანუ მაგას იძახი რომ მკვლელობა მოქმედება ხო გააკეთა და მოქმედება არის ცოდვა ესე განიხილება კი მაგრამ ხო და ნახე უბრალოდ შენი პოზიცია მაინტერესებს ანუ შენ ფიქრობ რომ ეგ იყო მკვლელობა მოქმედებაში ხო სწორად გავიგე ანუ როგორც ხარისხით მკვლელობა მაგას ვერ ვიტყვი. ნახე რისი თქმა მინახე რა მინდა რომ კარგად აგიხსნა. ნახე აი დაიბადა ბავშვი, ხო? მას აუცილებლად აქვს დაუშვათ ცოდვილი აზრები, ყველავარიანი შექმნება, ხო, საბოლოოდ. ანუ სანამ მასთან აზრი გაის ნება ჩამოყალიბდება, ასე ვთქვათ, ხო? არა, ნებას რო თავი დავანებოთ, აი ბავშვი არის მაგალითად 5-6 წლის, ხო? ანუ რაღაც ხო, კი ბატონო, შეიძლება შეცოდოს კი. უკვე ბოროტი აზრები მისდის, ხო, მას. ეხლა შეხედე ანუ ეს არის გარდაუვალი, ხო, ამ შემთხვევაში, ანუ შეუძლებელი არ მიუვიდეს. ხო, ესეა. ხო, ანუ და ამას ვეძახით ჩვენ ცოდვას, ხო, მოქმედებაში უკვე, ამასაც. ანუ უბრალოდ ფიქრს არა.
არა, განზრახვებს ფიქრი, იმიტომ რომ განზრახვა და ფიქრი იგივე რაღაც არ არის. აი რას გულისხმობ? რა ანუ შეიძლება ფიქრი მოგივიდეს, მაგრამ არ განიზრახო რაღაც. აი მაგალითად მომივიდა ბოროტი ფიქრი რა დაუშვათ რაღაცა. ბოროტი ფიქრი მოგივიდა, ეგ არ ნიშნავს რომ შეცოდე, შეიძლება მოიშვიდე. არ არისო. აი მაგალითად ეხა მე რო ფიქრი მომივიდეს, რომ ისა რა ქვია. დაუშვათ ისა რა ქვია, ზაზას თავი გაუტეხო. ფიქრი რომ მომივიდეს, მაგრამ არ განვიზრახო. ეგ ცოდვა არ არის თვითონ. ეს არ არის ცოდვა. კაი და მაშინ ანუ შენ თუ განიზრახ, ანუ შენ თუ მოგინდა ამის გაკეთება და ამ ფიქრს ჩაყევი, ცოდვა არ მაშინ. ხო და ნახე, ანუ მაგ დისტინქციას როგორ აკეთებ, რა მომინდა და რა არ მომინდა, როცა ფიქრი მომივიდა. ანუ ფიქრი რომ მომივიდა, ამით ვერ ხვდები ამას ისე. ნახე, რას გეკითხებით აზო? ფიქრი რომ მომივიდა, ამით ვერ აღვიქვამ, რომ ცოდვილი ვარ და რატო გეკითხები, იცი რომ ცოდვის შამდენი ხო ცოდვის მონა, ამას ხო კონტროლი არ აქვს თავის თავზე, ისედაც მონობაშია, ხო? ანუ იუდაში შევიდა ეს. ხო, ეგრე ითვლება, რომ ცოდვის ღმერთის ანუ ეს ხო არ კონტროლდება, ანუ ესე ჩვენი იმით ხო, შესაძლებლობით, არამედ ეს ფიქრებზე ამბობ. ფიქრები, აზრები, გულისხმები, განზრახვები. ლუკა დააკვირდი, ორი რაღაცა. პირველ რიგში, ბავშვს არაფერი ჩაუდენია, ესე იგი ცოდვილი ვერ იქნება. ან მართლმადიდებლური გაგებდი გეუბნები. და მეორე, ფიქრი რაც მოგივა, ეგ კი არ არის თვითონ ცოდვა. არამედ ამ ფიქრს თუ როგორ გითხრათ, თუ ჩაყევი ასე ვთქვათ, კენთავი. კარგი, ნახეთ აზო, მაშინ რა მაინტერესებს? ანუ ყურე, აი ლოცულობა, ვაიდე, მე ცუდია და რაღაცა ღმერთზე გინება რომ მოგივა, ეგ ცოდვა არ არის. ნახე რაღაცას აგიხსნა. ნახე ორი წამინდა რაღაცა კარგად აგიხსნა. ნახე როცა იძახი რომ ბავშვი არის უცოდ მე საერთოდ რაზე არ მაქვს იცი პრობლემა მე ვიცახი რომ ყველას ვისაც წამს საბოლოოდ ქრისტეში უცოდველია დანაშაული არა აქვს არავის საბოლოო პერსპექტივაში მაგრამ ამას არ გულისხმობ ნახე როცა იძახი რომ ბავშვი უცოდველია მაშინ ერთი კითხვა მაქვს რატო იძახიან რომ თუ არ მონათლეს მაშინ ეს ბავშვი შეიძლება ვერ გადარჩეს დაკურნება მაგრამ უყურე მე ვერ გეტყვი უყურე ბავშვი რომც არ მოინათლოს უფლის მოწყალებაზე აქ დამოკიდებული გინ მოინათლოს გინდა რა ნათლობა აი მოუნათლავი ბავშვი რომ მოყდეს გადარჩება თუ არა უფლის მოწყალებაზეა დამოკიდებული ანუ მე გეტყვი პირდაპირ რომ გადარჩება დამოკიდებული ღმერთზე მე არ ვიცი ღმერთზე არიცი არ ვერ ამბობ ხედავ ანუ როგორ ხო შენ რო გონია რომ მე ვერ ვამბობ ეგ არის ნაკლი მე პირიქით ამას ვუყურებ როგორც უფალზე მინდობას ანუ უფალს მივამბობ პატარა ბავშვი რომ იმას კარგი ეხლა ნახე მოდი ესეთი რაღაც მე პირადად მე რომ მკითხო აი პირადად ჩემში მე რომ მკითხო მე ვამბობ რომ ბავშვები გადარჩებიან კარგი მე შენ იტყვი რომ ვერ გადარჩებიან პირადად მე ვიცახი გადარჩებიან და პირდაპირ გადარჩებიან ვერ იტყვი რომ გადარჩებიან რატო ვიტყვი რომ გადარჩებიან რატო ვერ ვიტყვი აუ არა დებატი გამომივედი რომ თქვა ასე რომ არ ვიტყვი კაი ეხლა შეხედე რა კითხვა მაქვს ანუ შენ აკეთებ აბსტრაჰირებას ადამიანის ცოდვისა და პიროვნული ცოდვის ხო რას ვაკეთებ ანუ გამოყოფას ადამიანის ცოდვას ხო პიროვნული ცოდვისგან ხო ხო მაშინ პავლე რატო ამბობს რომ ადამიანში ყველამ შესწოდა ადამიანში ყველამ შესწოდა და რა არის მაგაში პრობლემა ის რომ ანუ შენ გონია რომ დანაშაული გადმოდის ყველას დანაშაული აქვს აბსოლუტურად ადამიანის გამო ორი წამი ანუ ეხლა რაღაც კითხვა მიჩნდება სულები აი ჯერ ვინც არ დაბადებულა მაგაც სულები არსებობს ზეცაში ან სადმე ანუ თალკეულად თავისთავად? არა. ანუ ღმერთის მიერ უკვე შექმნილია და არის სადღაც და არა. მაშინ რანაირად არის დამნაშავე ბავშვი იმ აქტის, რომელიც ჯერ არც კი შექმნილა ბავშვი, მისი სული არც კი შექმნილა და ხო რა ვიცი. ორ წამში აგიხსნი მაგას. ნახე შეხედე, აი მე მაგალითი მოვიყვანე ესეთი. აი მე შენ და ზაზა, მე შენ ზაზა და ახალდაბადებული ბავშვი რო ვიყოთ ოთახში. კიდე ზაზა არ მოკლავო. არა. მე შენ ზაზა და ახალდაბადებული ბავშვი ვართ ოთახში და ფული დაგვიტოვა სახლის პატრონმა, ვის სახლშიც ვართ და ეს სახლის პატრონი ამოწმებს რომელი მათგანი იქნება, ანუ ასე ვთქვათ, პატიოსანი და არ მოიპარავს ფულს და მე შენ და ზაზამ ეს ფული რომ მოვიპაროთ. და ეს სახლის პატრონი რომ მოვიდეს და ახალშობილ ბავშვს რომ დაუწყოს ქება. როგორი პატიოსანი ხარ და წესიერი და ღვთისმოსავი ახალშობილო ბავშვო რომ ფული არ აიღე. ანუ ხო იქნება აბსურდი და რატო იქნება აბსურდი? ის დანაშაულს ის კი არ ჩადის. ვერ ჩადის. აი როგორც სანამ ხო ვერ მაგას შეხედე როგორც თაზო სანამ ყოფიერებაში შემოხვალ მაგამდე უდანაშაულო იმიტომ კი არ ხარ რომ უდანაშაულო ხარ არამედ იმიტომ რომ ჯერ დანაშაულის გაკეთების შესაძლებლობა არ მოგეცა ამიტომ ხარ უდანაშაულო და არ გაგიკეთებია და მაგიტომ მას უდანაშაულო ხარ იმიტომ რომ შესაძლებლობა არ მოგეცა მაგრამ ადამიანში შესწოდე რას ნიშნავს იცი ადამი
ედემის ბაღში არის შენი წარმომადგენელი, იმიტომ რომ ადამიანი თელს კაცობრიობას წარმოადგენს. ადამი რო დაეცა, მაგის მერე არის შეუძლებელი ადამიანმა არ დააშავოს. ამიტომ ეწოდება ყველა სოდი. ლუკა, დაგვერდი, ანუ შენ ესეთ რაღაცას მეუბნები, ეხლა უბრალოდ გამესი პასუხი კი თუ არა. ოღონდ იმიტომ რომ შეგიძლია კი თუ არათი ამის შემოყვარდა. კარგი, ვნახოთ. შეგიძლია დამიჯერე. ბავშვი სანამ ჩამოუყალიბდება ნება, ასე ვთქვათ, ხო? ხო, ვთქვათ რომ ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული ბავშვი. რადგან შეცოდავს. არა, ამ წამს ეგ არ მითხარი? მაგ რაღაცას ნების მაგიმას არ მივხვდი. სანამ ჩამოუყალიბდებოდა ვერ შეცოდავდა, მაგრამ როდესაც ჩამოუყალიბდა, მე გაჩნდა უცებ დანაშაული. უნარის დრო რაღაცა დააშავოს, სანამ ექნება. მაგამდე აქტუალურად ვერ აშავოს. ნება არ არის მერე? დამნაშავეა ადამში პოტენციურად. მიხვდი, ანუ აი ორი წამი, სანამ შეცოდავს მაგამდეს კი? სანამ შეცოდავს, მაგამდე არის პოტენციური დამნაშავე. მიხვდი, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში დააშავებს. ხო იცი პოტენციურს? არა, უყურე დაუშვად ბავშვი დაიბადა, გაიზარდა და მოვიდა დრო რომ პირველად უნდა შეცოდოს, ხო? ანუ უცნაური მაგალითი, მაგრამ მაინც. აი ეს რომ უნდა შეცოდოს, სანამ შეცოდავს, ჩაიდენს ამ ცოდვას, მაგამდე არის დამნაშავე ადამიანში? პოტენციურად დამნაშავეა, რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ გარდაუვა. არა, ორი წამი, პოტენციურად არ გეკითხება, არის დამნაშავე. ანუ სანამ შეცოდავს. სიტყვა პოტენციური ხო იცი რასაც ნიშნავს? განმიმართა. კი, ნახე, ანუ შესაძლებელია რომ იყოს ამას. ეხლა ნახე რაღაცას აგიხსნი, ნახე, ანუ ამ შემთხვევაში პოტენციურად როცა ვამბობთ, ანუ პოტენციაში ამ შემთხვევაში გულისხმობთ ყველა ვარიანტში რაც აქტუალიზირებაში გადავა, ანუ ყველა ვარიანტში დააშავებს. რადგან ყველა ვარიანტში დააშავებს და გარდაუვალია, დამნაშავე ლოგიკურად. ანუ ამას რო თქვა რომ არა, უცნაური იქნება მაგარი. არა, უყურე ადამარაც გააკეთა. ეს გააკეთა, ხო, რომ არ დაუჭირა ღმერთს. ეგ და მე რო პირველ ცოდვაში ავდივარ, ეგ იგივე რაღაცა არის? აი ძალიან მაგარი მაგალითი მოგიყვან, ნახე. აი წარმოიდგინე მე მაქვს ვირუსი და შენ ისა რა ქვია, ჩამეხუტე და მე მეგეუნები აუ გადი ბიჭო აქედან რა, ვირუსი რომ აქ მაგპონში გითხარი, გადი აქედან. და შენ გადმოგედო ვირუსი, მაგრამ სიმპტომები არ გამოგივლინდა, სანამ არ გავიდა ერთი კვირა. ვირუსი ქონდა ერთი კვირით ადრე. ანუ სიმპტომები, ადამიანის სიმპტომები, ანუ ცოდვები, სიბოროტეები, იმ ბავში არ ბლინდება კონკრეტულ მომენტამდე, მაგრამ ვირუსი აქვს. ანუ ის ავადმყოფობას ატარებს მაინც, ანუ აქტუალურად. მიხვდი, ანუ ეს უყურე მართლმადიდებლობაში ეგ როგორ იხსნება? მართლმადიდებლობაში ითქმება, რომ ბავში თავიდანვე ატარებს ამას. ანუ დაბადე ჩასახვიდან ატარებს. მაშინ ცოდვილია. ხო და უყურე, რას გეუბნები? სიკვდილი ხო არის მასში? ყველა ადამიანში არის სიკვდილი, ხო? არის. ნუ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ სიკვდილის მერე ვიცოცხლოთ. ხო, მაგრამ რა კაი რაღაც თქვი, სიკვდილი არის ხო ყველა ადამიანში? კი ბატონო, გისმენ? ხო, სიკვდილი არის ყველა ადამიანში, ესე ეს დასამლუებები გადმოვიდა. შენ ცოდვებს ეძახი. რა კაი რაღაც თქვი. ეხა უკვე ერთ პოზიციაზე ვარ და გეტყვი რატო. ცოდვის საზღაური ხო არის სიკვდილი. და სიკვდილი თუ მასში არის, ცოდვის საზღაური რადგან არის სიკვდილი, მაშინ სიკვდილი რატო არის თუ ცოდვა არ აქვს? ხო, უყურე მაგას გეუბნები რომ ცოდვის საზღაურია. აი ხო და ადამიანისგან ეს თვითონ შედეგები გადმოვიდა. არა, სხვა რაღაც გეუბნები, თაზო, ნახე, სიკვდილი არა. არა, შენ ვიცი რასაც მეუბნები. უყურე მე გეუბნები მართლმადიდებელ პოზიციას. მე არ გედებატებ. კიდევ ერთხელ. გავიგე, უბრალოდ მინდა რომ პოზიცია დაინახო კარგად. ნახე, სიკვდილი რადგან არის ცოდვის საზღაური. ცოდვის საზღაური მე ვხვდები. თუ სიკვდილი აქვს ვიღაცას, სიკვდილი აქვს ცოდვა დააშავე ესე იგი რაღაც ხო მაგისტვის. ხო და მართლმადიდებლად ესე იხსნება. არ დაუშავებია პირადად რაღაც, მაგრამ შედეგები მაინც გადმოვიდა. თას მე ვაფშე არ უყურებ როგორც დანაშაულს რა იდეაში. არ გვეთქვა, რო გვეთქვა რომ არ გადმოვიდაო, მაშინ პელაგიანიზმი იქნებოდა უბრალოდ, ხო? გავიგე, კი ბატონო, მაგრამ ნახე რას გეუბნებით, ეგ განსხვავება რასაც ყოფ, ანუ ლოგიკურ აბსურდამდე მიგიყვანს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ნუ არ უნდა თუ ცოდვა საერთოდ არ აქვს ამ შემთხვევაში, არ უნდა კონდეს საზღაური სიკვდილი, იმიტომ რომ საზღაური სიკვდილი ეს არის იურიდიული განცხადება ლოგიკურად, მაგრამ ნახე ერთი რამე მინდა გითხრა. დანაშაულს არ ვეძახი, მე ცოდვას ვეძახი იდენტობას. ანუ ცოდვა არის რეალურად იდენტობები, მაგიტომ მოსწავლე მოცუგული ვერც ეს ვერ დაიმკვიდრებს თქვენს სასურველს, იმიტომ რომ იდენტობები, ანუ რასთანაც იდენტიფიცირდები, ეგ არის ცოდვა ამ შემთხვევაში. ამიტომ ჩემთვის პირადად აი ეგ პოზიცია რომ დანაშაული გადმოდის, მაგას დანაშაულს საერთოდ არ ვეძახი მაგ სიტყვას, ანუ საერთოდ გონებაში წარმომსვლია იდეაში იდენტობას ვეძახი მე ცოდვას რა და იდენტობა ყველას აქვს ცოდვის. მაგიტო ვინმეზე რო თქვა რომ უცოდველი იყო კონკრეტულ პიროვნებაზე, რამდენად დიდიც არ უნდა ყოფილიყო ის პიროვნება. ნუ ეგ იქნება პრობლემა, მაშინ მოხდები რა, ანუ
ის კი ანუ დააშალა. უღურე შენ დარწმუნებული ვარ იმასაც სიტყვა რომ პიროვნულადაც სოდვილი იყო ღვთისმშობელიო, მაგრამ აქამდე არ გადავალ, იმიტომ რომ ნერვებზე მოვიშლები არა, პიროვნება თუ არის, ანუ ნახე ეს არ აკნინებს, ანუ არა, ორი წამი მოქმედებაზე მოგსაუბრე. არა, ნახე რა მაინტერესებს, ანუ შენი აზრით რატო აკნინებს ღვთისმშობელს, მარიამს ის რომ მას ჰქონდა პიროვნული შეცდომები პირიქით, ანუ ეგ ღმერთს ადიდებს მაგით, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანში დამკვიდრა, რომელიც შეცდომებს გამართლა ადამიანი და განკურნა, ხო, ასე იგი და მარიამი არის უდიდესი ადამიანი, ჩვენ ხედავთ მის რწმენას სახარებაშიც, პირდაპირ ჩანს, ხო? ხო, არა, ეგ არა, bro, ეხლა ხო, ნერვებზე ავითხრები მეთქი, როგორც ეგან გითხარ და ვცდილობ ეხლა წყნარად ვიყო და არაფერი თქვა. დამშვიდეთ, სადო დამშვიდეთ. პიროვნული სოდორო უნდა ხოლმე. ამაზე მაგიტომას გამოგიწვია ერთხელ მხსნელი მარადიულად ხსნზე და არა ღვთისმშობელზე. ზუსტად მაგიტო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ესე დამემართებოდა. ხო და იმ თემას რომ დავუბრუნდეთ ადამიანის სოდვას. უყურე რატო ვერ ვიღებ მაგ ფორმულას. ბავშვი რომელსაც არაფერი ჩაუდენია მაინც ვერ გავიგებ იმას რომ დანაშაული მასზე გადმოვიდა. ანუ დანაშაულს ვაფშე არ ვეძახით ეს. ანუ დანაშაული რო ამოვა. კი, ნახე შეხედე ცოდვა გადმოვიდა, იმიტომ რომ თუ ცოდვა არ გადმოვიდოდა არ ექნებოდა სიკვდილი, იმიტომ რომ ცოდვის საზღაურია სიკვდილი მეტი არაფერი. ხო? მეთახმარი, მაგაში ესამე ცოდვა გადმოვიდა. მაგაში ვართ ერთ აზრზე. ხო, უყურე და ადამა რო შეცოდა მაგის მეშვეობით ხო წერია კიდეც რომ ცოდვა შემოვიდა სამყაროში და ცოდვის მეშვეობით სიკვდილი შემოვიდა ადამიანში, ესე ხო წერია. დიახ, კი ბატონო. ხო და ეგ დრაგი უყურე ეგ ზუსტად მეუბნება იმას, ყოველ შემთხვევაში მე როგორც უყურებ, რომ ეგ ამტკიცებს რომ აი წარმოიდგინე მაგალითად ადამიანის მეშვეობით შემოვიდა სიკვდილი და არა ცოდვა თვითონ პიროვნებაში. ნახე რა მაინტერესებს, ნახე მარტი მაგალითს მოვყვან. ადრე იყო 50 თეთრიანები, ოღონდ აი ეგეთი ვერცხლისფერი არა, აი სხვა ფერი პატარა რაღაცა მოოქროსფრო ფერი რაღაცა ბრინჯაოს, აი ესეთი პატარა. აი ეგ 50 თეთრიანი ეხლა დღეს პრაქტიკულად აღარ არის, საერთოდ ხმარებაში არ არის. ეხლა შეხედე წარმოიდგინე ეხლა დღეს ესეთი სიტუაცია, რომ ეგ 50 თეთრი რო იყოს 50 აჯიმანის საზღაური. ანუ ვინც 50 აჯიმანიას არ გააკეთებს, ეგ 50 თეთრი ვერ ექნება. აი წარმოიდგინე მე მაქვს ეს 50 თეთრი. ანუ ეს რას ნიშნავს? მე მაქვს 50 აჯიმანია გააკეთებული, ხო ესეა? ანალოგიურად, ცოდვის საზღაური რადგან არის სიკვდილი და შენ თვითონ მეთაქვები რომ სიკვდილისთვის მაგალითად მიხსენი 5 ჯერ სხვადასხვანაირად და როგორც ეგ გიხარი მაგალითს ვერ ვიგებ კი არა. ეგ მაგალითი ჩემთვის მაინც არ მეუბნება იმას რომ ეგრე არის სწორი რა. როგორც აი, გასაგებია. კარი. კიდე რამე საკითხი რო რამე ხა შენთვის ყურე პირდაპირ გეტყვი შენთვის ეს რაც გითხარი ხა ეს სიტყვები რას ნიშნავს მე არ ვარ ღვთის მიერ არჩეული ადამიანი შესაბამისად მაგას ვერ გავიგე ხო ასე მე მეუნები შენ მე არ ვიცი ასე ხო არ ისე რა უყურე ორი წამი ახლა ზუსტად ეგ აზრი გამიშთა ის როგორ მოქმედებს ანუ ხსნა ხომ მხოლოდ წვენით არის შენ როგორც ამბობ დიახ აი მაგალითად შენ რასაც მითხარი ხა ცოდვაზე რომ ელაპარაკები მაგის კონკრეტულად მას ერწმენა აუცილებელი არის ხსნისთვის ხსნისთვის რო კონკრეტულად ამაში დამეთახო მაინც ანუ ყურე ან ამაშენ რამე ნებისმიერ სხვაში ანუ კონკრეტულად აი მაგალითად რომ სულიწმინდა ღმერთია აუცილებელი არის ხსნისთვის სულიწმინდა რო ღმერთია ამის მაგის ერწმენა კი სულიწმინდა რა არა მხოლოდ რწმენა ანუ ყურე კითხვა ვერ გაიგავთ მხოლოდ რწმენა ხო არის აუცილებელი მხოლოდ რწმენა და სულიწმინდა რო არ ვიწამო მაგრამ ქრისტეს იმწამდეს რომ ღმერთი არის და ჩემთვის მოკვდა მაინც გადარჩები ხო მაგრამ ცალ-ცალკე ხო არ არსებობენ ეს პიროვნებები რელაციაში არსებობენ მარტო არა არსებობ ყურე მე წამს რომ რა თქმა უნდა ერთი ღმერთია მამაძე და სულიწმინდა ხო მაგრამ კითხვა რა შემდგომარეობს რომ წამდეს რომ სულიწმინდა ღმერთი არ არის გადარჩები არა სულიწმინდა თუ წამს რომ ღმერთი არ არის ქრისტესი არ გწამს ის რატო გეუბნები ანუ სულიწმინდა არის ვინც შენში ანუ ვინც მაგ ახალ იდენტობას გაძლევს და სულიწმინდა გაცხონებს და მაგიტო გეუბნები ნახე ერთი რაღაც ეხა ამ საკითხზე რაშიც არ თანხმდებით ამაში გადარჩენისთვის აუცილებელი კი არ უნდა არის რომ დამეთახო უბრალოდ ლოგიკისთვის არის კარგი რომ დამეთახო მაგრამ რწმენაში შენ რაღაც კითხვა დასვი სხვათა შორის ესეთ კითხვა დასვი რომ ნეოს ფანებო ანუ რწმენ კი კითხვა დასვი ზუსტად აი ეგ კითხვა
სხვათა შორის და ეგ სიტყვები რომ გამომწვევი არის სპეციალურად მაგას ხო შენ ცუდად ხვდები და ეგეთი ის არ იყოს საჭირო. გავიგე ხო და ეგ ყველა მაშინ არ ჩაწერო. კარგი, მაშინ არ ჩაწერო. რატომაც არა? კარგი, ის რა ქვია, ნახე, გავაგრძელე. კითხვა ცუდი არ იყო. ანუ სიმართლე რო გითხრა, თვითონ კითხვა რო შევაფასო, რაც თქვი მაგ ვიდეოში. ანუ ისე ზოგადად შენი ვიდეოები არ მომწონს. ანუ ცუდი ვიდეოებია. ანუ რომელი ვიდეოები? ზოგადად, მაგრამ ისე ის კითხვა კაი იყო და მინდა რომ მაგ კითხვაზე პასუხი გაგცე. ესეთი კითხვა და რა შენ თუ მოგეწონა ეგ კითხვა? მომეწონა, კი. ნეოს ფანებო, აი ეგ არ მომეწონა, მაგრამ ის კითხვა კაი იყო, ნახე? ეგ რა თუ მოგეწონა? რავი, ხა მოსაწონი ვერ უნდა. აკას არანაირი მაგალითი არ მოყავს, მოდის და ნეო მართალი. ოღონდ შენ აზრი არ ახარ ნეო მართალი. მოიცა, კაი, ბაცადე, უცებ გახსე მაგ კითხვაზე პასუხი, კაი კითხვა იყო. შენი კითხვა იყო ესეთი, რომ ანუ რა არისო საბოლოოდ, ანუ გადარჩენა მხოლოდ რწმენით არისო თუ კიდე რაღაცა კონკრეტული რაღაცა დოქტრინების სწორად მოგწამდეს. ანუ კიდე რაღაცა დოქტრინები უნდა გქონდესო სწორად, მაგალითად ნეურო ამბობსო, რომ აღსარება არ არის ცოდვათა მისატევებლად აუცილებელი, ეს უნდა დავიჯეროთო. მაგალითად ის რომ ღვთლობა გაუღვთაო ახალ აღთქმაში, ეს უნდა დავიჯეროთო თუ აი მხოლოდ წმენა გვეყოფო ეს კითხვა კაი იყო. ეხლა გეტყვი რაღაცას აგიხსნი, ნახე. მხოლოდ რწმენას როცა ვიძახი, ამ შემთხვევაში რწმენას უკეთებ ესე დეფინიციას, რომ ჩვენ იესო შეგვიყვანს სასუფეველში და ჩვენი ცხონება არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს დამსახურება. ეხლა შეხედე პრობლემას, რომ გეგონოს, რომ აღსარება შენი ცოდვების მიტევებაში მონაწილეობას იღებს, თქმის ის, რომ თვითონ ამ რწმენას აცდებ. არა, ეგ არაა კითხვა ეგ არა. ვერ გაიგე. არა, მივხვდი პასუხს მივხვდი? არა, ეგ კითხვა არ არის. უყურე, მე რას კითხვა რაშია, კიდევ ერთხელ ავხსნე, რომ გაიგოს სწორად. დაგვერდი? მაგალითად მე არც ვამბობ იმას რომ აღსარება თუ არ ჩავაბარე დაღუპული ხარ მეტი მაგას არც ვამბობ უფრო განკურნების იმას ვანიჭებ აქვე განკურნების პროცესს ასე ვთქვათ მაგას დაგვერდი ხსნა ხო არის მხოლოდ რწმენით ხო შევთანხმდით ამაზე ამ შემთხვევისთვის რომ სარგეთ ახმებოდა წამს რომ უფალი იესო ქრისტე ჩემთვის მოკვდა და ამის გამო გადავრჩი მე ხო კი ბატონო. ის დეფინიცია სწორი არის? ან არასრული არის რამეში? სწორია. ანუ არასწორი დეფინიცია. ანუ არასწორად რო წარმოადგინო პოზიცია. არასრული არის ეს სიტყვები? ანუ იესო რო შენთვის მოკვდა და ღმერთია და შეიყვანს. ამით ხარ გადარჩენილი. ამით ხარ გადარჩენილი. კი ბატონო. არასრული არის ეს სიტყვები, არასრული არის. არა, სრულია, სრულია. ხო და უყურე მაგას გეუბნები. სწორი ხო იქნებოდა დოქტრინულად გვეთქვა რომ მამაძე და სულიწმიდა არის ღმერთი, ხო? და ამ დოქტრინაზე დათანხმება აუცილებელი არის ამ შემთხვევაში. მამაძე და სულიწმინდა რო ღმერთია, ამაზე დათანხმება? ხო, ანუ სამივე პიროვნება რო ღმერთია. ანუ ესე დეკლარირებულად, ანუ ეგ ქრისტიანმა იცი რა ისედაც, რომ მამაძე და სულიწმინდა ღმერთია. აუღრე ადამიანია, მოდის და გეუბნება რომ არ წამს რომ სულიწმინდა ღმერთია, მაგრამ წამს რომ ქრისტემ გადამარჩინა და ღმერთი არის. მაგრამ ნახე მან როგორი რაღაცა პრობლემა რა არის გეტყვი მან, ანუ როცა ამბობ რომ იესომ წამს ქრისტეს მე არ არსებობს თუ არ არსებობს ამის სხვა ყოფნის დამადასტურებელი ანუ შენ თვითონ სამებაში ანუ მამა ძის გარეშე და მამის და ძის გარეშე სულიწმინდა და სულიწმინდას გარეშე მამა და ასე შემდეგ ანუ ეს არ არსებობს და რატო თვითონ ეს იდენტობები არა არ არსებობს ვიცი ლუკა არ არსებობს ვიცი ხო ანუ ეხლა მე რომ ვთქვა რომ მჯერა მზის ხივების და მზის არ მჯერა ლუკა მე ვიცი არა უყურე მე ვიცი ეგ აკ ხო ვინც ვისმეს ანუ იესოს ვერ იწმუნებ მამის გარეშე ანუ ამის თქმა მინდა მაგას ხო და მაგას გეუბნები ანუ ესე იგი ასევე უნდა გწამდეს რომ სულიწმინდა ღმერთია ხო ასეა და მამა ქრისტეს ღმერთობაში ხო იგულისხმება სულიწმინდის ღმერთობა იმიტომ რომ ქრისტეს იდენტობა გამომდინარეობს ურთიერთობიდან მამის და ძის სულიწმინდასთან ფილიოქოს გულისხმობა აი მამის ისა ურთიერთობას არა არასწორია მეთქი არ გეუბნები გულისხმობა მეთქი უბრალოდ გითხრა არა უბრალოდ ისა რა ქვია მამა და ზე ისე ვთქვი თორე ანუ კარგი ძის ურთიერთობა სულიწმინდასთან კაი ხო უყურე მან კითხვა ეს მაგრამ ურთიერთობა თუ არ გამოდის ძისგანო მაგრამ მაგას არ შევეხოთ ახლა დაგვირდი არ შევეხოთ ხო იმიტომ რომ კათოლიკური და იმის დებატი არ არის ახლა კი ბატონო, ანუ ხომ მიხდი რას გეუბნა, ურთიერთობები არის? ხო, მიხდი. ანუ ურთიერთობებზე გასაუბარი. ხომ, უყურე, ჩვენ ვიცით ეს, რომ ეს ეგრე უნდა იყოს, ხო? უნდა წამდეს ას ქრისტიანს, მაგრამ მე გეუბნები მაგალითი მოყავს ადამიანი არის, რომელსაც სულიწმინდის ღმერთობა. აი მაგათად მოგიყვან მაგათებს, რომლებიც ამბობს სულიწმინდა ენერგია არის. ხო, არ წამთ მათ იესოსი, რა თქმა უნდა. ხო. არა, მაგრამ გეტყვის რომ მე მწამს რომ ქრისტე არისო, ძეო ჭეშმარიტი
და მისი სიკვდილის მეშვეობით ვარ გადარჩენილი. კარგი, მაგრამ ქრისტეს ძეობა თუ წამს ქრისტე იძახის სულიწმინდაზე, რომ ღმერთია და რატო არ წამს მაშინ ქრისტეს? ხო და მაგას გეუბნები, ეგ ხო არასწორი გამოვიდოდა, არასწორი რწმენა ხო გამოვიდოდა. იმიტომ რომ ქრისტეს არ უჯერებს, რომ რასაც ხო, იმიტომ რომ ქრისტეს არ უჯერებს. ანუ მაგას გეუბნები ზუსტად ეგ არის კითხვა. იმედები. ნახე შეხედე ჩვენ იესო ვინა ეხა მაგალითს მოგიყვან კიდე უფრო პრიმიტიულს რა მუსლიმები ხო იძახიან ჩვენ იესოს იგჯერაო კაცო იესოს უჯერებთო წამსო იესოსი მაგრამ ჩვენ ვეუბნებით რომ იესოს როგორც ღმერთი და რომ მაგისთვის რომ მოგდა არ სწავლობ მე გეუბნები რომ დავიგე მაგრამ შეხედე მისთვის მოგდა და როგორც ღმერთია ნახე მათი პრობლემა რა არის იცი რომ ისინი რო იძახიან რომ იესოს აღიარებენ ეგ ტყუილია იესოს არ აღიარებენ და გეტყვი რატო გურთო მარტივად აღხსნი მაგას ნახე ისინი იძახიან რომ ის იყო წინასამართლე ჯვარს არ ეცვა აი მაგალითად ეხა შე რო თქვა რომ მე მაგალითში ჯვარს რო ეცვას წამს და მისით რო ცოცხლობს და მისით რო გადაშენ ეგ მაგალითად მესმის და დავაკავშირებ აი შენ რომ მითხრა რომ მე ვიცნობ შენ რო თქვა რომ მე ვიცნობ ნეოს და რო თქვა რომ ნეო არის რა ქვია ამერიკელი ტაქსის მძღოლი პირობითად ნეოს არ იცნობ უბრალოდ იძახი რომ ნეოს არ იცნობ ეხლა ანალოგიური სიტუაცია თუ სულიწმინდის ღმერთობას არ აღიარებ რაც არ უნდა აღიარო იესოზე არ აღიარებ იესოს ანუ ეს თემა იმიტომ რომ პირველადია რა იდეაში სულიწმინდის ხო არა ყურე ზუსტად ეგ არის ეხლა შე რას ხვი ეგ არის კითხვა პასუხი არ არის ეგ არის კითხვა დაგვირდი აბა რა თუ მიხვდი ახლა იმას მეუბნები რომ თუ წამს იმ ქრისტესიო შესაბამისად აუცილებლად უნდა წამდეს რომ სულიწმინდა ღმერთი მამა ღმერთი არისო ეგ არის აი მაგალითად შეგიძლია ჯეროდეს აი თაზო ნახე დღეს რა დღე არის შეგიძლია მითხრა ანუ მესანა ვნახო 30-იან 31 არ დღე რიცხვი არა დღე რა დღეა არ ვიცი არ ვიცი ეს არის შაბათი შაბათი ხო შეიძლება მჯეროდეს რომ დღეს შაბათია მაგრამ ხვალ კვირა არ არის შეიძლება გჯეროდეს როგორ ანუ დღეს შაბათი ორი წამი არასწორი არის მაგრამ შეიძლება გჯეროდეს როდესინეს ორი წამი რანაირად აი ოღონდ ეგ ამიხსენე ორი წამი შენთვის ეხა პირადად დავიჯერებ და მომიტანე სისხლის დეტექტორი და განახებ პროსტა დაფიქრდი მე მჯერა რომ დღეს შაბათია მაგრამ ამ მჯერა რომ ხვალ კვირაა კი შეგიძლია გჯეროდეს მაგრამ არასწორი იქნება ხო მაგრამ როგორ შემიძლია მართლა მჯეროდეს რომ დღეს შაბათია იმიტომ რომ შაბათობიდან დღეს რო შაბათია მაგიდან გამომდინარე გამორიცხავ ეგეთ რაღაცებს ვერ ხვდები არა ნახე შეხედე მე რას გამორიცხავ გეტყვი მე თუ მართლა მჯერა რომ დღეს შაბათია მაგედან აუცილებლად გამომდინარეობს რომ ხვალ კვირაა და მე ვერ დავიჯერებ რომ აუცილებლად დღეს შაბათია ეგ არის ორი არა ეგ მაგალითს სად მიყავ ხარ იცი აუცილებლად სწორ ბიბლიურ დოქტრინამდე ნებისმიერ სხვა საკითხში არა მარტო წმინდა სამართალში არა აუცილებლად ანუ ბიბლიაში მაგალითად წეგან რომ მითხარი ამაში რომ ვერ შემთხვდეთო ეგ ხსნას არ ეხებაო ხო მითხარი აი ის ადამიანის აი მაგალითს მოგიყვანთ ასე არა ლუკა ამ მაგალითებს ხვდები უყურე მოგონი ვარ სულელი ყოველ შენ მაგალითს ხვდები უბრალოდ არ ვეთანხმებ უბრალოდ არ გინდა გაიგო თუ რა ახლა ძალით ხო არ გავაკეთე მარტო აი მაშინ ერთ კითხვას აღიშვე მაგალითად საჯულთან ორი წამი დამასრულებინე აი შენ რა მაგალითის მომიყვანე მაგას მიყავართ აბსოლუტურ ბიბლიურ სწორ დოქტრინამდე ყველა დოქტრინაში კი მაგრამ მაშინ წმინდა სამებაზეს იგივე მოქმედებს იმიტომ რომ შეიძლება მე მაგალითად მჯეროდეს ახლა რომ აი მე მჯერა თუ აი კითხვაზე მე მჯერა თუ არა იმის რომ ადამიანი ცოდული არ იბადება შენ არ ვიცი მე მგონი გჯერა მაგ აბსურდის კი ბატონო ხო კაი აბსურდია დაუშვე კაი უყურე მოყვები აბსურდია ყველაფერი მაგრამ მე მჯერა შეგიძლია ხა გამოყვე მაგაში რომ მე მჯერა მაგის კი რა თქმა უნდა იმაში რატო არ მოყვები მაშინ ანუ შენივე თქმით ხო ეგ აბსურდია მაგრამ მაინც მჯერა მაგის კი მაგრამ ნახე თაზო ეს კითხვა ნახე რაღაცას კითხვი შენ მეთანხმები რომ ბიბლია არ არის აუცილებელი რომ გაიგო რომ ღმერთის სამება იმიტომ რომ ბიბლია ხო დაწერილი არ იყო ეს რომ ხალხმა იცოდა რომ ღმერთის სამება იყო აბრაამმა მაგალითად მოციქულების დროსაც გამოცხადებები და შემდეგ ხო კი ბატონო რა ამიტომ ნახე რა თემა მაგალითად შენ ბიბლიაში საჯულთა წიგნი წაკითხული გააქვს კარგი, მიუხედავად იმისა, რომ საჯულთა წიგნი წაკითხული არ გაქვს, ბიბლიის მთავარი აზრი რაც არის, რომ ღმერთის ამება, ის რომ გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს დამსახურებით არის, რწმენით, ეს ხო გაიგე მაინც. ანუ მიუხედავად იმისა, რომ საჯულთა წიგნი წაკითხული არ გაქვს. ამიტომ ჩემი აზრით სრულ ცოდნას, ანუ ბიბლიაში ყველაფერი სრულად რო იცოდე, ამას კაცობრიობა
ალბათ იქაც გაგრძელდება, მე უქმნის სანამ არ გახდება ცოდნა 64-ში. მაგამდე ვერ მიაღწევს. ანუ ესე იგი მეუბნები რომ perfection ასე ვთქვათ არა საჭირო, ხო? ანუ აუცილებელი არ არის როგორც ასე. არა, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ უნდა იცი. ერთ პირობას შენი მაგალითის მიხედვით ორ წამს შევარდებ ხან მაგ მაგალითის მიხედვით რას მომიყვანებ. გამოდის რომ აბსოლუტ perfection-ამდე მივდივართ, რატო? იმიტომ რომ წმინდა სამებაზე თუ მოქმედებს იგივე რაღაც რომ თუ ამის გზამ შეუძლებელი ამის არ გწამდისო, ნებისმიერ დოქტრინას ეგრე შეეხება, იმიტომ რომ ჭეშმარიტი არ ეგ დოქტრინები, ხო ასე? არა. და დააკვირდი რატო არა? შეხედე, ანუ როდესაც ვამბობთ კონკრეტულ წინადადებას, რომ იესო ჩვენთვის მოკლა და ღმერთია და შეგვიყვანს სასუფეველში, რაღაც ისე წინადადებას თუ ვიტყვით, რაც ამას ეწინააღმდეგება, მაგ შემთხვევაში არ გვაქვს რეალურად ის რწმენა. შენი ისა რა ხვი, ანუ კონტრადიქციაში თუ შედის, ანუ რეალურად არ გუჯერა ამას გულისხმობ. ჩვენ თუ ვიტყვით სული წმინდა ღმერთი არ არის წინააღმდეგობა იესოს. ანუ უყურე, ესე იგი მარტივად რო ვთქვათ, თუ კაცი ამბობს რომ ქრისტეს იმჯერა და გადარჩენილი ვარ, რომ მაგრამ სული წმინდის ღმერთობის არ წამს, ესე გადარჩენილი არ არის. არა, და გეტყვი რატო, ნახე შეხედე, მაგალითად მე რო ვთქვა, მე მწამს რომ ქრისტე ჩემთვის მოკლა. არა, ორი წამი გავი, არ მივხვდი რას მეუბნები, მართლა მივხვდი. უბრალოდ კიდე მიჩნდება კითხვა ესეთი. უყურე, ანუ შენ მაინტერესებს ჯოჯოხეთის როგორი ფორმულის გწამს. ანუ მარადიული სატანჯველის თუ რო ქრება სული. ანუ არც ერთის სიმართლე გითხრა, ანუ რო ქრება მაგისა არ მჯერა, საერთოდ რამე რო ქრება, არაფრობაში არაფერი არ გადადის შემი აზრით. და ჯოჯოხეთი მარადიული არის თუ არა თვითონ, ანუ როგორც ისა სუბსტანცია, ეგ ზუსტად არ ვიცი, 50-50, 50-50-ზე. ანუ აი ორ მეც ფოტოშულის. ანუ გრიგოლ ნოსელი რასაც ამბობდა, რომ საბოლოოდ, ანუ რაღაცა მილიარდობით წლის მერე ჯოჯოხეთიდან ამოვა ყველა ხმილება, მაგაზე ვარ აი 50-50-ზე, ანუ მთლად ვერ ვეთანხმები და მთლად ვერ ვეთანხმები, ანუ რაღაცა არგუმენტებს ორივე მხრიდან ხედავ. ზუსტად არ ვიცი მაგაზე, არც მაინტერესებს სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ არ გვეხება ეს პირდაპირ. ნახე და ერთი რაღაც, ნახე რას გულისხმობ. მე რო ვთქვა პირობითად, რომ მე მწამს რომ ქრისტემ ჩემი ყველა ცოდვა იტვირთა, მაგრამ ყველა ცოდვა არ უტვირთია, ანუ ეს წმენა აღარ იქნება, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება წინათქმულს და ნუ ეგეთი რაღაცა სულწმინდაზე რო თქვა, რომ ნუ ერთი არ არის, სულწმინდის გარეშე ეგრესო არ არის. ეგ წინა. უყურე, ეგ ხო აუცილებელი არ არის ხსნისთვის მაგის რო ესე გწამოს ანასი. სულწმინდაზე? არა, კაცო, არა რა. ის იმაზე ეხა აი უყურე, ჯოჯოხეთის დოქტრინაზე, აი არსის ენერგიების განსხვავება რას იტყვის? ანუ ჩემთვის ადამიანი თუ აღიარებს რომ გადარჩენა მხოლოდ რწმენით არის და ის ქრისტეს დამსახურებით არც ერთ წამით თავის საქმით და თავის დამსახურებით რომც ჯეროდეს არსის და ენერგიის მიუხედავად რომ თვლი რომ არასწორია არანაირი პრობლემა არ მაქვს ადამიანი გადარჩება ჩვეულებრივად რა თქმა უნდა. კაი, უყურე მაშინ სულიწმინდაზე რატო აქვს პრობლემა? სულიწმინდა თუ ღმერთი არ არის, მაშინ იესოც ღმერთი არ არის და მაგიტომ აქვს პრობლემა, იმიტომ რომ იესო ამბობს არა, არის თუ უყურე, კიდე ვერ გაიგე, არის თუ არა, არ გეკითხები მაგას. ჩვენ ხო ვიცით რომ არის. მე გეუბნები ადამიანს რისი გავიგე, მაგრამ ადამიანს თუ ჯერა სულიწმინდა ღმერთი არ არის, იესოს ღმერთობასაც უარყოფს პირდაპირ, ანუ ამას ანუ ეს თავისი conclusion თუ როგორ ქვია, ნუ მაგით უარყოფს თუ არა, მაგას არ გეკითხები. მე ადამიანს გონებაში რა ხდება მაგაზე გეკითხები. გონებაში გავიგე, გონებრივადაც ადამიანი თუ გეუბნება ადამიანი რომ ქრისტე ღმერთია და სულიწმინდა ღმერთი არ არის. ეხლა ლოგიკურად ცდება თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არა, ცდება კი არა, ანუ არა, წმენა საერთოდ და გეტყვი რატო, ნახე. აი რომ მიხვიდე ლოგიკურად ლოგიკურად ჭყალებში. აი ვიღაცა მივიდა დასკვნამდე რომ სულიწმინდა ღმერთი არა. ამისთვის რა ჭირდება თაზო? ამისთვის ჭირდება რომ წაიკითხოს ბიბლია, ხო? ბიბლია თუ წაიკითხა ადამიანმა და იესო ამბობს რომ სულიწმინდა ღმერთია და ეს არ იჯერებს, მაშინ იესო გამოყავს ან მატყუ არა, ან იესოს არ უჯერებს, ანუ არ ჯერა რეალურად იესოსი და ეს სხვანაირი გაგება აქვს უბრალოდ ტექსტის ისე წაიკითხა რომ სხვანაირი აზრი გამოვიდა. არ შეიძლება. აი ხო რამდენი ორ წამი მართლმადიდებლობაში ხო ესე აი მამაზე და სულიწმინდა ღმერთი, მაგრამ არასწორი დოქტრინებია, ხო ასე შენ თქვი. ხო და რატო არ შეიძლება აი უყურე კაი ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ ყველაფერი წამს შენაერად მაგრამ სულიწმინდის ღმერთობის არ წამს მაინც გადარჩენილი არის თუ არ არის არ არის გადარჩენილი გეტყვი რატო კიდე ერთ მაგალითს მოვიყვან წარმოიდგინე ჩვენ ეგ მაგალითები მაგრამ ჩვენ რომ მოვიგოთ 500 ლარი და მე გავიყოთ 300 შენ და 200 მე იმიტომ რომ მეტი შენ შეხვდეს ხო ეს რო გავაკეთოთ ამის გვჭირდება გამოვიცნოთ რა დევს შავ ყუთში. აი ამის ეს გვჭირდება. ეხლა ნახე მე და შენ გვჭირდება ვამბობთ რაღაცას შავ ყუთში დევს ხილი.
ხილი დევს. ეს პასუხად გვეთვლებ, ანუ თუ მართლა ხილი დევს, მე და შენ მოვიგეთ 500-ს, მაგრამ მე ვთვლი რომ ვაშლი დევს, შენ თვლი რომ დევს მსხალი. ანუ ამ შემთხვევაში მაინც ვიგებთ 500-ს, მაგრამ მე თუ ვიძახი რომ ხილი არ დევს და დევს ტრაქტორი და უშუალოდ, ანუ ამ შემთხვევაში სრულიად ვეწინა, ანუ კონტრადიქციაში შევდივარ ხილი რო დევს იმ იდეასთან. ანალოგიურად თუ ვიტყვი რომ სულწმინდა ღმერთი არ არის, შევდივარ იესოს ღმერთობასთან წინააღმდეგობაში, ამიტომ ის. თაზო, ესეთი რაღაც გავაკეთოთ. გვიანია ეხა. დავამთავროთ და მე სხვა დროსაც ვისაუბროთ. ხო? ხო, ოღონდ რაღაცას ვიტყვი რა, სანამ გახვალ. ორი რაღაც მომიდა. პირველი ის რომ უყურე 1000 მაგალითი მოიყვან და ყველა ერთი და იგივე და მაგ ერთი და იგივეს არ გეკითხები მე. რამდენჯერ გეუბნები მაგას არ ვიცი. მაგრამ კი ბატონო, სხვა დროს არ ვიცი, ვისაუბრებ თუ არა, უბრალოდ როგორც გითხარი, რომ ამოსულიყავი მაგ დღის შემთან კარგი იქნებოდა მართლაც. და რა შენზე პირადში დაგელაპარაკები. გაიხარე, შეგეწოს უფალი იესო ქრისტე, მადლობა ჩართვისთვის, გაიხარე.